საღამშვიდობის ეს არის გადაცემა 360 გრადუსი. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. 2025 წელი და მისი პერიპეტიები მიმდინარე წელი მიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო შევაფასოთ რა შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა პროცესებმა, რომელიც საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში სწორედ 2025 წელს ვნახეთ. მას ასე პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეების დაკავება, პროტესტის გამართვის კუთხით შემოღებული აკრძალვები, ახალი კანონები, რომელმაც სამოქალაქო სექტორის და მედიის მუშაობა შეზღუდა, დაჭერები თავად ქართულ ოცნებაში და რაც ასევე ძალიან მტკივნეული მიმართულება ღრმა კონფრონტაციაში შესვლა დასავლელ პარტნიორებთან. ეს მოკლედ იმის შესახებ, რასაც დღეს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს და წარმოგიდგენთ კიდეც ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შეაფასებს 2025-ის შედეგებსა და ისაუბრებს 2026-ის პერსპექტივებზე. ბატონ გია, გამარჯობა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გია, როგორც აღნიშნეთ, დღეს ძირითადად 2025-ის შედეგებზე ვისაუბრებთ, შედეგებს შევაჯამებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელი სრულდება, თუმცა ვიდრე წლის მთავარ, ასე ვთქვათ, მოვლენებს გავიხსენებდეთ და გადავავლებდეთ თვალს, რამდენიმე კონკრეტული საკითხის შეფასებით მინდა დავიწყოთ, მათ შორის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მას ბრალდება ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარედგინა. აი რას გეუბნებათ ფარცხალაძის საქმე? რიგი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ სამართლებრივი დევნა ხელისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდებმა მოითხოვეს. აი თქვენთვის რა კითხვები ახლავს ფარცხალაძისთვის მიმართ დევნის დაწყებას და რა შუაში შეიძლება იყვნენ მისთვის ბრალის წარდგენასთან ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები? ხო, ეხლა მე სამართლებრივ მხარეზე ვერ გავჩერდები, ხო, მე არ ვიცი, ხა მე შეუკვეთა, ფარცხალაძემ შეუკვეთა, არ შეუკვეთა, ხო, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, ბუნებრივია. გამომდინარე იქიდან, რომ არც ინფორმაცია მაქვს და არც კვალიფიკაცია, რომ სამართლებრივ მხარეზე ვისაუბრო, თუმცა თუ მივადენებ თვალს მთელ ამ პროცესს, ამ თემასთან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის არა სისხლის სამართლის საქმე, არამედ კრიმინალური, მაფიოზურ გარჩევასთან გვაქვს საქმე, ხო? ანუ რაღაცა ორი კლანი, მაფიოზური კლანი დაეჯახა ერთმანეთს, რაღაცა ვერ გაიყვეს, გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს და დაეჯახენ ერთმანეთს და მერე რაღაც მკვლელობა მოხდა, მერე იმან ამას დაადო კინოებში როგორც გვინახავს რა. ამასთან გვაქვს საქმე და ნუ აქ ერთადერთი უბედურება ამ ქვეყნის ის არის, რომ აი ამ მაფიოზურ გარჩევაში სახელმწიფო ინსტიტუტები არიან პირდაპირ ჩართულები, ხო? ისინიც აი ამ კრიმინალური გარჩევის თანამონაწილეები გახდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან აი ეს რაში ჩანს, ბატონ გია, იქნებ გითხრათ ქართული ოცნება და მეორე მხრივ კრიმინალური სამყარო. აი ამ ორს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან? არა მხოლოდ წელს, სხვათა შორის ზოგადად ქართული ოცნების მართვენობის პირობებში ხშირად ამბობენ, რომ თავიდან მოძლიერდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფაქტობრივად ბოლომდე განეიტრალებული ეგრეთ წოდებული რაღაცა კანონიერი ქურდების სამყარო. აი თუ კი ვამბობთ, რომ ეს სამყარო ოცნების პირობებში თავიდან აღმოცენდა და მოძლიერდა, ჩნდება კითხვა, რატომ, აი რას იგებს ოცნება კრიმინალურ ავტორიტეტებთან და კრიმინალურ სამყაროსთან კარგად ყოფნით? კარგად ყოფნაზე აღარ არის ლაპარაკი, შეზრდილია ერთმანეთთან, იცით? უბრალოდ ეს არის სამყაროს აღქმა, ანუ ხელისუფლება ესე აღიქვავს სამყაროს, რომ კრიმინალი, ანუ ფაქტობრივად ინსტიტუციური წესრიგზე კი არ დგას სახელმწიფო დგას აი ეგრეთ წოდებულ პაპანიატიან მართვაზე, ხო? რაც თავში გულისხმობს უკვე რაღაც ესეთ კრიმინალურ ურთიერთობებს, აი სასამართლო მაგალითად, როდესაც გამოყენებულია რაღაც ინტერესის გატარებისთვის და არა კანონ მორჩილებისთვის, ხო, ეს უკვე ნიშნავს, რომ კრიმინალია. და ინსტიტუტების დეგრადაცია მოხდა მთლიანად, ხო? ანუ მოსამართლე იმაზე კი არ მსჯელობს კანონის მიხედვით როგორ გამოიტანოს განაჩენი, არამედ რას უბრძანებს, ბოსი რას უბრძანებს, ხო? ან ესე გამოიტანი განაჩენი, ან ისე გამოიტანე. აი ეს უკვე არის თავისთავად კრიმინალური ურთიერთობებია, მე როდესაც კრიმინალზე ვლაპარაკობ, მაინც და მაინც ეხა ქსივით კანონიერ ქურდზე ხო არ ვლაპარაკობ, ხო? ეს არის ურთიერთობის გარკვეული ალგორითმი, ურთიერთობის ფორმა, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა, იმიტომ რომ ესე მიაჩნია, რომ ეს არის სწორი მართვა.
ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად კრიმინალურ დაჯგუფებებსა და ხელისუფლებას შორის გარიგებას, აქ ორმხრივი სარგებელთან გვაქვს საქმე, ხო? ეხლა არჩევნებიდან დაწყებული, როდესაც ძველი ბიჭები უბნებთან არიან დამდგარი, ეხლა ხელისუფლების ლამაზ თვალების სხვა არდგანან ესენი, ხო? ისინი თავისივე ბოსების დავალებით ეხმარებიან ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში. იგივე ციხეებში რო დაბრუნდა, ესე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ქურდული წესრიგი, ხო? აქაც გასაგებია და ამაში იყო ლოგიკა, ეხლა აი ის ადამიანები, რომლებიც ამ მოდელს ემხრობოდნენ, იმას კი არ ამბობდნენ, რომ მაინც და მაინც ეხლა ისე ამბობდნენ, რომ ჭირს ისე ციხის მართვა და აი ქურდების მეშვეობით და უფრო ადვილი სამართავია. ასე რომ ეს არის მსოფლმხედველობრივი არჩევანი, ხო? რასაც ახლავს თავის დივიდენდები ბუნებრივია, ხო? თავის სარგებელი და ესე მიაჩნია ესეც სამყაროში, ესე რომ ვთქვათ, გარემოში მოხდა ხელისუფლის, ანუ ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობის ფორმირება. მას ხო პოლიტიკა როგორც ესეთი არ უსწავლია, ხო? მან ხო არ იცის რა არის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ კონსტიტუცია მთავარი და პიროვნების, ესე რომ ვთქვათ, როლი, ხელისუფლის როლი არის ხალხის მსახურება და არა საკუთარი ხუშტურებით გადაწყვეტილებების. მას ხო ესე არ უსწავლია. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა რუსეთში, სადაც სად კრიმინალია, სად სპეცსამსახურებია და სად ის არის, ვერ გაიგებ ყველაფერი ერთმანეთში აზრელი. ბატონია, საზოგადოებას ახსოვს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორზე ვსაუბრობ, ჩვენ ოთარ ფარცხალაძე იყო ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა შესაბამისად ქართულ ოცნებასთან. აი, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, 2024 წლის სექტემბერში, მართლაც მშვენივრად იყო ქართული ოცნება ოთარ ფარცხალაძეს და დღეს გაახსენეს ხელისუფლებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეს საგამონაკლისო წესიც ამოქმედა და შემოიღო სწორედ ფარცხალაძესთან მიმართებაში, რომ მის მიმართ სანქციების გავრცელება არ მომხდარიყო. კი ბატონო, თუმცა ხდება რა შეიცვალა ამის შემდეგ თვითონ ფარცხალაძესა და ქართული ოცნების ურთიერთობაში. მიმდინარეობს ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის ეგრეთ წოდებული რაზბორკა, რუსულად რო ვთქვათ, ხო? რაზბორკა მიმდინარეობს და ეხლა ვიღაცა იმარჯვებს, ვიღაცა აგებს, ხო? ესე ხდება ყოველთვის. და შესაბამისად თავის აყდენებს ეძებენ ხელისუფლებაში, ვიღაცა ამ კლანს ემხრობა, ვიღაცა იმ კლანს ემხრობა. მე მაგალითად უფრო შორს წავიდოდი, მე მიმაჩნია პირადად, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ხო? და აი იმ ოპერაციის ნაწილია, რასაც ქვია ბიძინა ივანიშვილის სტერილიზაცია. ერთ-ერთ სახელისუფლებო ჯგუფს, რომელიც ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, კავშირშია ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებასთან, ხო? აქვს ესეთი ამოცანა, რომ მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის სტერილიზაცია. უფრო კონკრეტულად რომ აი კონკრეტულად რა არ დავასახელებ, იმიტომ რომ ეხლა ეს გამოდის ჭორაობა ამ შემთხვევაში, ხო? გასაგებია ეხლა ვინც ხელისუფლებაშია, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს, ხო? ხო და რატომ უნდა ბიძინა ივანიშვილის სტერილიზაცია? იმიტომ რომ დარჩეს მისი ერთ-ერთი მემკვიდრე, ხო? და ბიძინა ივანიშვილს მაქსიმალურად უნდა შეუზღუდონ ალტერნატიული. ირაკლი ყობახიძეს ხომ არ გულისხმობთ მაინც? კი ბატონო, თუ გინდათ მაინც და მაინც, მაგრამ კი ბატონო, იყოს ირაკლი ყობახიძე, ხა მე გვარს კი არ ველოდები, უბრალოდ ჩემი საუბრის სტილია ესეთი, რომ ეხა საბოლოო ჯამში ჭორაობაში გადადეს და ირაკლი ყობახიძე სულაც არ მინდა მე თავ უბედურებად დავხატო, ხო, პირიქით, მე მისდამი თანაგზნობის ისა მაქვს განცდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შემთხვევაა, ხო, პოლიტიკური სოციოპათია და თავის პრობლემები აქვს. მე მას უფრო ინსტრუმენტად ვთვლი ამ დიდი ომის, ის არ არის აქ ეხლა მთავარი მოთამაშე, ხო, ის არის რაღაც ძალებზე მომუშავე პატარა ბიჭი. და ის ძალები მისით მანიპულირებენ და მათი ამოცანა რა არის? მათი ამოცანაა მაქსიმალურად შევიწროება ბიძინა ივანიშვილის, მისი ესე რომ ვთქვათ, უალტერნატივო დატოვება, გადათამაშების საშუალება რო არ ქონდეს, გაკვეჭვა მაქსიმალურად და ჩვენ თუ გადავხედავთ დიდ სურათში, ხო,
ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ვინც იყო, გარემოცვა აი რასაც ერქვა ბიძინა ივანიშვილის ინტერეს ჯგუფი, მისი გარემოცვა ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია, ხო? ზოგი ციხის კართან დგას და ხვალდაზე შესვლას ელოდება. აი ზუსტად ამ კონტექსტში კითხავთ ბადოგია, მართლაც 2025 წლის ერთ-ერთი გამოკვეთილი არ ვიცი, მახასიათებელი არის ის, რომ ქართული ოცნება უხეშად ვიტყვი დაერია მისივე გუნდის ყოფილ წარმომადგენლებს და ბიძინას გუნდის მით უმეტეს ივანიშვილის გარემოცვის წევრებს და სულ მაღალჩინოსნები არიან ამ ჩამონათვალში, ნამდვილად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუან შერბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ასე შემდეგ. ყველა ეს საქმე ოპოზიციასა თუ საექსპერტო წრეებში განიხილება სწორედ ერთიან კონტექსტში, რასაც ეძახიან კლანებს შორის დაპირისპირებას თვითონ ქართულ ოცნებაში და განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის ფლანგის გაძლიერების შესახებ ვისმეთ განცხადებებს და სწორედ ამ კონტექსტში ჩაგეკითხეთ წეღან ხომ არ გულისხმობდით ირაკლი კობახიძეს როცა ამბობდით რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება მაგრამ მე არ მინდა მისი ფიგურა წარმოვაჩინო როგორც ამის ორგანიზატორი ის არის ინსტრუმენტი კითხვაზე რატომ მისცა ან რატომ უნდა მიეცა ბიძინა ივანიშვილს კობახიძისთვის ამხელა ძალაუფლება, იმხელა ძალაუფლება, რომელიც სხვა არც ერთი თანამდებობის ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, ხო? ძალიან ბევრი შეცდომა. მე აქ ეხა არ ლაპარაკობ იმ კონტექსტში, ვინ კარგია და ვინ ცუდია, ხო? მიდის ბრძოლა, გასაგებია და დაუშვა ბევრი შეცდომა. იგივე აი ეს ჯანგველაძის აი ეს დიდი ომი, აი ეს მაფიოზური ომი, პირველი ეტაპი იყო, რა თქმა უნდა, ჯანგველაძის მკვლელობა. მაგრამ მეორე ეტაპზე ჯანგველაძის მკვლელობას მოყვა მერე გამოცხადებული ვენდეტა ფაქტიურად, ხო, საერთოდ კრიმინალური სამყარო სახელმწიფო ბერკეტებით არ მოქმედებს ესეთ შემთხვევებში, მათ სხვა მეთოდები აქვს ამისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს რუსული მენტალური მანკიერება არის დამახასიათებელი, ხო, ამ ქართული კრიმინალისტვის, რომ ხელისუფლებასთან გარიგებაც მოსულა და სახელმწიფო ბერკეტები უნდა გამოიყენო, უნდა შეეკრა ხელისუფალს და ამ შემდეგ, ხო? და დაიწყო ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილს გარკვეული კომპლექსი გაუჩნდა, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ხელს იშვერდნენ მისი გარემოცვის წევრებისგან, მას ჭირდებოდა იმის დემონსტრირება, რომ თვითონ არაფერ შუაში არ იყო და ბუნებრივია მან ხელი შეახოცა ამ ხალხს. მაგრამ როდესაც ეს გააკეთა მისმა ოპონენტებმა ამაში დაინახეს მისი სისუსტე, მისი კომპლექსი. და საბოლოო ჯამში მიზანი უკვე აი ამ კრიმინალური დაჯგუფებების ის კი არ არის, რომ მართლა ჯანგველაძის მკვლელობა იყოს გამოძიებული და სამართალმა პური ჭამოს, ხო? მათ დაინახეს ბიძინას სისუსტე და გადაწყვიტეს, რომ ბოლომდე გაეკოჭათ, ხო? რადგან მას კომპლექსი გაუჩნდა უკვე, მოდი ბოლომდე და უკვე მათი მადა გაიზარდა და მეთოდურად დაიწყეს მისი შევიწროება. გააბეს საკუთარი კავშირები, კახი კალაძესთან მაგალითისთვის ვამბობ, ხო? ირაკლი კობახიძესთან და აი შემდეგ. მაგალითისთვის ვამბობ, მე ხარ კონკრეტულად ვისთან რა კავშირებია, მე არ ვიცი, რა თქმა უნდა. პირობითად ვამბობ, ხო? გააბეს თავისი კავშირები და ფაქტობრივად კი ბიძინას თითქოს არ უპირისპირდებიან, მაგრამ თუ ჩვენ დროში გაწერილი, ესე რომ ვთქვი, საით მიდის ეს ყველაფერი შევხედავთ, ბუნებრივია ეს ყველაფერი მიდის ბიძინას წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბიძინას მანევრი უკვე გადათამაშების პრაქტიკულად მოუსწეს, იმიტომ რომ მის ირგვლივ მიწა დაწვეს, აღარაფერი აღარ დატოვეს, ხო? ბიძინა ხო როგორ არის მიჩვეული, რომ არ უშვებს თავის კარზე ვიღაცების გაძლიერებას, ხო? როგორც კი დაინახავს და ეჭვი შეეპარება, მაშინ ერეცხავს. ეხა ესე მარტივია, აღარ არის კობახიძის შარეცხა. მეორე მხრივ ზუსტად ამ კონტექსტში უნდა ჩაგეკითხოთ, რამდენად შეიძლება ხელოვნურად შემოგდებული იყოს თემა, რომ ირაკლი კობახიძე თუ აი ის ჯგუფი, რომელზეც საბოლოოდ არის საუბარი, რომ თავად ივანიშვილს გამოუყვანს წირვას, ესე ვთქვათ, შემოგდებული თემა იყოს საზოგადოებაში, სწორედ იმისთვის, რომ ივანიშვილის ყურამდე მივიდეს, კობახიძეზე დაეჭვდეს და ხო, აი მე რაღაც ახალი განცხადებების მიღება. ყველა ვინც პირადად იცნობს ივანიშვილს, ამბობს, რომ საკმაოდ ეჭვიანი კაცია. არა, თქვენ ეხლა რაღაც ვერსიას ამბობთ, ეხლა თქვენი ვერსიაა ესა? კი ბატონო, იყოს თქვენი ვერსია. თქვენ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, ხო? მე ვამბობ ჩემ აზრს.
ხო, მე არ თამაშობ და რაღაც იმისთვის და ამისთვის არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ იმას, რაღაც ვფიქრობ. თქვენ იმას გულისხმობთ, რომ მე რაღაცა მალაპარაკებს, რომ ვიძინე ვაიჭვია, ხომ არ შეიძლება ეს იყოს ბიჭო, მე მიმართული იმისკენ, რომ ივანიშვილი დაიჭდეს, აი კიდევ, მე ხო აზრი გითხარით ჩემი. თქვენ ეხლა როდესაც მაგას ამბობთ, რომ მე ამას იმიტომ ვამბობ, შესაძლოა იმიტომ ვამბობდე, რომ ვიძინე ვაიჭვია, ნუ ამას მეუბნებით? მე ხო ჩემი აზრი გითხარით. პერსონალურად თქვენ ხომ არ გულისხმობთ? რა მნიშვნელობა აქვს? მე ჩემი კი, მაგრამ მე მეუბნებით ადამიანს, რომელსაც ეს აზრი გამოვთქვი. და მეუბნებით, რომ ეს ამიტომ ხო არ ხდებაო, ეხლა. ვერ ხვდებით, რას გეუბნებით? არა, ხვდები უბრალოდ. აბა რა გიპასუხოთ? თქვენ გაქვთ მაგრე ფიქრის უფლება, ეჭვის შეტანის უფლება, მათ შორის ჩემშიც. სრული უფლება გაქვს და კი ბატონო ეჭვგეპარე მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე მე ჩემი აზრი გითხარით კი ბატონო ქართული ოცნება კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ ისე წესიერი კაცი ალბათ კობახიძე ხო და უბრალოდ ვიღაცა არის პირიქით მე ასე კითხავდი და ეს პირადად კაცია ეს ახლა ყველა მიცის რა თქმა უნდა მე რა რო ეჭვიერ კობახიძე კაი ბიჭია და ტყუილად აბრალებენ რაღაცებს. კი ბატონო, გავიგე. ბატონია, კარგით მოკლედ განვაგრძოთ მიმდინარე უბრალოდ 2025-ის პერიპეტიების მიმოხილვა და საუბარი და რადგან საუბრობდით იმაზე, რომ ქართული ოცნება მისივე გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებს და ივანიშვილის გარემოცვის პირველ პირებს დაუპირისპირდა, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, შეიძლება ითქვას, რომ დაერია ოპოზიციასაც 2025 წელს ვნახეთ ის, რაც არასდროს გვინახავს საპატიმროებში გაშვებული არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მოდით ვახსენოთ მათი სახელები და გვარებიც კიდევ ერთხელ ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფერიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი ოქროაშვილი, გივით არგამაძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ისე როგორც სექტემბერში დააკავეს უკვე ლევან ხაბეიშვილი, თუმცა დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჩამონათვალი მაყურებელმა იცის, რომ ამით არ მოიწურება, ცალკეა 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებული, თუმცა მათ შესახებ ცალკე მინდა გკითხოთ. აი რა ჩანს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის თავზე, ნახევარ წელზე მეტია გასული. ეს არის მთელ სურათს უნდა უყუროთ რა, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე. დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია აი ახალგაზრდების დაპატიმრება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უსაგნოდ, ხო? უბრალოდ პატრიოტებს მინდა რომ ისაუბროთ. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩემის აზრით, აი პატარა ბიჭების ციხეშდომა, ვიდრე გვარამიას და სხვების რა. მე თუ მკითხავთ, ხო? იმიტომ რომ პოლიტიკოსი ამისთვის ყოველთვის მზად არის, მზად უნდა იყოს, ხო? და მისი პატიმრობის და ამ შემდეგ და აი ეს პირდიტველა ბიჭები რო ზიან ციხეში აბსოლუტურად უაზროდ, აი ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. რაც შეეხება ზოგადად პროცესი გასაგებია და კანონზომიერია. ეხლა აბა როდესაც ხელისუფლების ჩვენ ვიცით რომ ხელისუფლების სტრატეგია არის ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიული მოდელის აშენება, ხო? მართლობითი სისტემის აშენება ქვეყანაში რაც ფაქტობრივად არის ავტორიტარული რეჟიმი, უნებრივია აქეთივლის ხელისუფალი, ხო? რას ნიშნავს სუვერენული დემოკრატია? ეს არის ერთი დომინანტური ძალა, დომინანტური პარტია და მისი სატელიტური ოპოზიცია პარლამენტში და მუდმივი მმართველობა. ეს არის სტრატეგია, ანუ სტრატეგიული მიზანი ეს არის. და ამ მიზნის მისაღწევად რა უნდა გააკეთო? უნდა მოასუფთავო პოლიტიკური ველი, ხო? უნდა მაქსიმალურად შეზღუდო განსხვავებული აზრი, განსხვავებული ქმედება და ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში უნდა დატოვო მხოლოდ იმ ტიპის ოპოზიცია, რომელიც მოთვინიერებულია საკმარისად იმისთვის, რომ რა ბოსტანსაც მოუზომავენ, იმ ბოსტნის ფარგლებში იმოქმედონ. ეს არის რუსული ტიპის მოდელი, რაც თავის თავში გულისხმობს, ვინც არ ემორჩილება ამას. ზოგი უნდა დაიჭირო, ზოგი ქვეყნიდან უნდა გააძევო. ზოგი უნდა იყიდო, ზოგი უნდა დააშანტაჟო. ამ გზით მიდის ხელისუფლება რა მოიგო თუ წააგო ქართულმა ოცნებამ მისი არაერთი ოპონენტის ციხეში გაშ. არა, მოიგო თუ წააგო თუ ხო, აი ძიმე პოლიტიკური თვირთიამისთვის რომ თუ პირიქით, არა, კითხვას ვსვავ, ქართულმა ოცნებამ მოიგო მისი პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გაშვებით თუ პირიქით წააგო და ეს მისთვის არის ძიმე პოლიტიკური თვირთი. მეორე მხრივ, ბარემ აქვე კითხავთ თვითონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, არ ვიცი, აი მართლაც რა გამოჩნდა ამდენი თვის თავზე
ნახევარი წელია, ნახევარი წელზე ცოტა მეტია გასული. აი, რამდენად სწორად მოიქცნენ უკვე თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც თქვეს, რომ ციხეში წასვლა ერჩივნათ, მაგალითად პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას. ეხლა რაც შეეხება ხელისუფლებას, ხო, წააგო, მოიგო, მე ამ ტერმინებით არ ვისაუბრებდი. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ესე იგი ჯერჯერობით არიან მოგებულები, ხო? იმიტომ რომ მათი ამოცანა ძალაუფლებაა, მათი ამოცანა არ არის, რომ ხალხს უყვარდეს. მათ ეს ამოცანა არ აქვთ, ხო? მათ აქვთ ამოცანა, რომ იყვნენ ხელისუფლებაში და არიან ხელისუფლებაში. შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ მოიგეს. ვიღაც შეიძლება თვლიდეს, რომ მათ წააგეს, იმიტომ რომ დიდ სამგზავროზე რომ მივლენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან და ასე შემდეგ და ვიღაც შეიძლება ესე ფიქრობს. მაგრამ ნუ ესენი ხო მებრძოლი ათეისტები არიან, ამათ არ აინტერესებთ ეს ამბები, ხო? მათ ზუსტად იციან, რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი არ არსებობს რა. ხო და რაც შეეხება ამ თემაზე, რაც შეეხება ოპოზიციას, ნუ გასაგებია ეს ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, პოლიტიკა, როდესაც შენი ნებით მიდიხარ ციხეში ან პირადი თავგანწირვის მაგალითებს აჩვენებ, ხო? ეს არ არის კლასიკური პრაქტიკული პოლიტიკა. ეს არის დისიდენტური პოლიტიკა, ხო? წინა საუკუნის პოლიტიკა, დისიდენტური, როდესაც უმცირესობაში მყოფი პატრიოტები პირადი თავგანწირვის მაგალითებით ცდილობდნენ ხალხის აყოლიებას. დღეს ამ ტიპის პოლიტიკის დრო არ არის. რატო? იმიტომ რომ ხალხი პროტესტი ისედაც მასშტაბურია, ხო? უბრალოდ პოლიტიკოსის ამოცანა ის კი არის, რომ პირადი გმირობის მაგალითი აჩვენოს და იძახოს, რომ მე ერთ-ერთი ჯარისკაცი ვარ, ხო? ეხლა დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ შეიძლება არმიის გენერალი ამაყობდეს იმით, რომ მე ჯარისკაცი ვარ, ჯარი ეკითხებოდეს, რომ აბა ბატონო ჩემო, რა სტრატეგიით, რა ტაქტიკით მივდივართ, მტერს როგორ უტევთ და ესე არა, იცი რა, მე ნუ მეკითხებით ნუ რაფერს, მე უბრალოდ ჯარისკაცი ვარ და მე თავგანწირვის მაგალითს გაჩვენებ. ეს ღრმათ არასერიოზულია, ესე ჯარი ომს ვერასოდეს ვერ მოიგებს, ხო? პოლიტიკოსის შესაბამისად პოლიტიკოსი ციხეში კი არ უნდა მიდიოდეს და პირადი გმირობის მაგალითს კი არ უნდა აჩვენებდეს. რის გამო შეიძლება მე პიროვნულად მათ პატივისცემდე და შემიძლია დაუდასტურო ეხლა ეს პატივისცემა. არამედ პოლიტიკოსი უნდა ადგენდეს სწორ სტრატეგიას და ტაქტიკას და რაც მთავარია, უნდა პოულობდეს გზებს ამომრჩეველთან. ანუ ამის ამ დიდი პროტესტის კონსოლიდაცია რომ მოახდინოს. ხელისუფლების ამოცანა რა არის? პროტესტის დათითოკაცება, ხო? დაქუცმაცება. არა ის რომ შეუყვარდეს ეხა არა აქვს ბიძინას იმის ილუზია რომ ვისაც ეჯავრება იმას ხვალ შეუყვარდება. მას უბრალოდ უნდა რომ ვისაც ეჯავრება ის გამოკეთოს სამზარეულოში დააშინოს და სამზარეულოში გამოკეთოს. ეს არის მისი ამოცანა. და რა უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერის ამოცანა? პირიქით, ხო? ამ ადამიანებს გაუჩენოს მომავლის იმედი და მოახდინოს მათი მაქსიმალურად გააქტიურება და კონსოლიდაცია. ციხეში წასვლით ამას ვერ გააკეთებენ. გასაგებია. ბატონია, რაც შეეხება პოლიტიკოსთა იმ ჯგუფს, რომელიც 4 ოქტომბერს დააპატიმრეს და ამ შემთხვევაშიც ჩამოვთვლი მათ სახელებს, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, რასაც თავის მხრივ ემატებიან აქციის მონაწილეები, ჯამურად 60-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება მოხდა, რასაც ემატება აგერ რამდენიმე დღის წინ ბაჩუ ახალაიას დაკავება, რომელიც ჯერჯერობით ბოლოა 4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებულთა შორის. აი კიდევ ერთხელ რა კითხვები დაგიტოვათ უშუალოდ ამ დღის მოვლენებმა და რაც შეეხება უშუალოდ ბაჩუ ახალაიას, აი სუსია ამტკიცებს, რომ 340-ზე მეტჯერ განახორციელა ინტერნეტ კონტაქტი ახალაიამ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფს შორის, რომელთა წარმომადგენლები უკვე ჩამოვთვალეს. რამდენად ლოგიკური შეიძლება იყოს კითხვა, რომელსაც თავად ოცნებაში სვამენ, რატომ ურეკავდნენ და წერდნენ ერთმანეთს ასეთი სიხშირით, საერთო საქმე თუ არ ქონდათ? რა არის იცით, ეხლა თვითონ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული გაატრიალების საქმე რომ ფარსია, გასაგებია, მაგრამ ეს იყო დიდი პროვოკაცია და მე მათ შორის თქვენ ეთერშიც არაერთხელ მithქვამს, მანამდე ვაფრთხილებდი რომ პროვოკაცია მზადდება, რომ ამ რიტორიკას თავი გაანებეთ, დილას დავიწყებთ და საღამოს დავამთავრებ, ეს არის ხელისუფლების გეგმა და ამ გეგმაში ნუ მონაწილეობთ, ხო?
მაგრამ ხელისუფალმა მოაწყო პროვოკაცია და ესენი ზოგი როგორც სასარგებლო ბრიყვი, ზოგი როგორც ხელისუფლების დაქირავებული პროვოკატორი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და მოხდა ის რაც მოხდა. ეხლა პოლიტიკურ ლიდერებზე ვინც ეს პასუხისგებლობა თავის-თავზე აიღო, ხო, კი, მე შეიძლება გული შემტკიოდეს პიროვნულად, მაგრამ მე მათზე პასუხისგებლობასაც ვაღიარებ, რომ მათზეა დიდწილად პასუხისგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, პოლიტიკურ გაუგებრობაში და დღეს ესე რომ ვთქვათ, ციხეშია, ხო? მაშინ და მე როდესაც ვაფრთხილებდი და ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობდი, ლანძღვა გინების მეტი ჩემს მიმართ არაფერი არ მესმოდა რა. ეს ხდება. უშუალოდ ბაჩუ ახალაიას საქმეს ბაჩუ ახალაიას საქმეს რა უნდა გითხრათ? კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ ერთმა. ბაჩუ ახალაიას ფანატი მე არა ვარ. ბაჩუ ახალაიას რა კომენტარი უნდა გავაკეთო? არა, 9 წელი გაატარა მან სამარტო საკანში ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რა გარემოების გამოც ბევრი ფიქრობს, რომ მას საკმარისი და საკმარისზე მეტი მიზეზიც ჰქონდა ეფიქრა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ვენდეტაზე ქართული ოცნების წინააღმდეგ. აი, რამდენად შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ბაჩუ ახალაიას მართლაც ამოძრავებდა ეს არ არის წმენის საკითხი, ეხლა მე საერთოდ არ ვიცნობ ამ საქმეს. მე ხო ეხლა ჯერათი ხო არ ვილაპარაკებ, ხო? არ ვიცნობ ამ საქმეს. არა დამაჯერებელია ყოველ შემთხვევაში ის არგუმენტები, რაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამდენჯერ დარეკა ტელეფონზე და შინაარსზე წვდომა არ აქვს და თუ მარტო ესა აქვს ხელისუფლებას, რომ ეს არის ტრაგიკომედია პირდაპირ გეტყვით, ხო? სხვა საკითხია, რომ პოლიტიკურად რატო დაჭირდათ შეტენვა ბაჩუ ახალაიასთვის ამ ყველაფრის, რატომ? იმიტომ რომ ბაჩუ ახალაია ცნობილი იყო, აი იმ ტრამვირებულ ელექტორატში, ხო, რომლის შენარჩუნებაზე ძრუნავს დღეს ხელისუფლება, ბაჩუ ახალაია ცნობილი იყო როგორც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ჯალათი, სადისტი, ხო? ესეთი იმიჯი ჩამოუყალიბდა ამ ადამიანს და ხელისუფლება ცდილობს, რომ აი მეტი დამაჯერებლობა რომ შესძინოს ამ 4 ოქტომბრის გადატრიალებას, ახდენს დემონიზებული პიროვნების ამ მოვლენასთან დაკავშირებას, ხო? ანუ ეს პოლიტექნოლოგიური თემაა. შეიძლება ვივარაუდოთ ეს არის, ხო? ეხლა კი, ადამიანურად ბაჩუ ახალაია მოიხადა ციხე, ხო? იმედია ბევრი რამე მოინანია და აქედან გამომდინარე მე ვერაფერს, ანუ ჩემ ყოფილ ტრამვას მასთან დაკავშირებით, ხო? ამაზე არ ვისაუბრებ, ბევრი რამე ალბათ შემიძლია კიდევაც ვაპატიო. დღეს მდგომარეობით ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, მე მაძლევს საფუძველს იმაზე, რომ ვილაპარაკო, რომ სავარაუდოდ ის არის, თქვა, რომ სავარაუდოდ ის არის პოლიტპატიმარი. თუ მეტი მტკიცებულებები არსებობს გვაჩვენონ, მაგრამ ჯერჯერობით ის ფორმა, რასაც ხელისუფლება გვეუბნება ამ кейსთან დაკავშირებით, ხო, რომ თურმე ტელეფონზე რეკავდა ხშირად ადამიანებთან, რომლებიც თურმე ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ მასთან, ხო? ტელეფონზე შეიძლება ეზარებოდა ეხა 2 სართულის ჩავლა და ტელეფონზე ელაპარაკებოდა, ხო? მეც ჩემი ცოლი პირველ სართულზე როა სახლში, მეორედან ურეკავ ხოლმე რა და დღეში ურეკავ 10 ჯერ. ხო და ეხა ჩემი ცოლი მე რო რაღაცას და შეიძლება ჩემი ცოლი ჩემი თანამზრახველად გაასაღო. თუ ეს არის მარტო, ეს სასაცილოა, ეხა მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო რა. კარგი, ბატონო, აი თქვენც აღნიშნეთ წეღან, რომ პატიმრები, რომლებიც წესით მძიმე ტვირთად უნდა აწევდეს ხელისუფლებას, მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებით არ მოიწურება და 2025 წელს აქცია მანიფესტაციების კუთხითაც ვნახეთ ის, რაც აქამდე აროზროს გვინახავს პროტესტის შეზღუდვა. არაერთ კანონში, არაერთ გზის შეტანილი ცვლილებებით, ისე როგორც დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს აქციის ათობით მონაწილე, რომ არაფერი ვთქვათ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებაში მიცემულ ასობით ადამიანზე. მათზე რა გაქვთ სათქმელი, მათზე რა უნდა ვილაპარაკოთ ზოგადად ყველა აქციის დაკავებულ მონაწილეებზე და ადამიანებზე, რომლებიც აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში არიან ჩართული. აი ცალკეული პოლიტიკოსის შეფასებაა და ამ შემთხვევაში არ მას ახვლედიანის პოზიცია მაქვს ხედველობაში, რომ აქციის თითეული დაპატიმრებული მონაწილე არის რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოები, სინდისის პატიმრები, რომელმაც დაწერეს საქართველოს თანამედროვე ისტორია და აჩვენეს წელში გამართული პატრიოტი და ქვეყნის ერთგული მოქალაქის მაგალითი. აი თქვენთვის რა საჭიროა? არმაზი ძალიან ენაწყლიანია და შემიძლია დავეთანხმო, მე რა ვიცი, რა უნდა თქვა. როგორც სხვა არაერთი სახელი. რა თქმა უნდა, ესენი არიან. არა თუ პოლიტპატიმრები არიან.
პოლიტპატიმარი არის დაუშვათ მიხეილ სააკაშვილი. რატო? იმიტომ რომ მას აქვს დანაშაული ჩადენილი, მაგრამ რადგან ხელისუფლებას მის მიმართ აქვს პოლიტიკური ინტერესი, მე ვთვლი რომ ის არის პოლიტპატიმარი. მაგრამ ეს ბავშვები არიან არა პოლიტპატიმრები, არამედ სინდისის პატიმარი, მათ დანაშაულიც კი არ ჩაუდენიათ საერთოდ. ანუ წმინდა წყლის სტერილურად პოლიტიკურ თემებზე ზიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, ესენი არიან სინდისის პატიმრები და ეს არის, ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი, აბა დანაშაული ხელისუფლების, უმძიმესი დანაშაული ხელისუფლების მიერ ჩადენილი. მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. მადლობა ბატონ გია იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. გია ხუხაშვილი აფასებდა 2025-ის შედეგებს, ახლა კი პოლიტიკოსებთან განვაგრძობთ საუბარს. შემოგვერთება პარლამენტის წევრი კახარიას პარტიიდან ტატა ხვედელიანი, რომელთანაც ამ დროისთვის აქტუალურ საკითხებს შევაფასებთ. მათ შორის შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინა, შესაბამისად ეს მორიგი საქმეა, რომელიც შეფასების საგანია. თავის მხრივ კვლავ არ კარგავს აქტუალურობას რამდენიმე დღის წინ დაპატიმრებული ბაჩო ახალაიას თუ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეები, ისე როგორც მთავრობის მიერ გასულ კვირას გაკეთებული ანონსი იმის შესახებ, რომ შეისწავლიან მიზეზებს, რა იწვევს სურსათის პროდუქტებზე ფასების გაზრდას. მაშასე ტატა ხვედელიანი უკვე შემოგვერთა. გამარჯობა ტატა და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. აი დავიწყოთ აქტუალური საკითხებით და პირველ რიგში მოდით ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ვისაუბროთ. დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარედგინა, შესაბამისად უწყებებმა მასზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადეს. აი რა გაქვთ სათქმელი ფარცხალაძესა და მის საქმესთან დაკავშირებით და რამდენად იზიარებთ იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას ფარცხალაძის წინააღმდეგ დევნის დაწყება სულაც არ სურდა, მაგრამ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების ჩარევის გამო, ასე ვთქვათ, იძულებული გახდა ეს გაეკეთება. ნუ პირველ რიგში წარმოუდგენელია ის, რომ პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ამდენი წელია და ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ ხედავთ, რომ მისი თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დღესდღეობით იდევნება ორი მიმართულებით, ხო? ეს არის ერთი ხალხისთვის ფულის მოპარვისთვის და უმძიმესი შემთხვევები გვაქვს ამ მიმართულებით და აი დაემატა უკვე ადამიანების მკვლელობის შეკვეთასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ ოცნების მხარდამჭერებმა გაიაზრონ ეს პროცესები, რაც არის და რა პროცესებში შევიდა ოცნების პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ არავის არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ადამიანები ამ ყველაფერს აკეთებდნენ მხოლოდ თავისთვის და არავის არ ეკითხებოდნენ ამას, ხო? დაუშვათ იმ მოპარულ ფულსაც, მაგალითად, უმძიმესი შემთხვევა ის საბავშვო ბაღების მიმართულებით, სადაც ბავშვების კვებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის მოპარვა მოხდა და ამ ფულის მოპარვა მოხდა. აი ამ მოპარულ ფულს ეს ადამიანები სადმე ჰქონდათ ამ ადამიანებს, ხო? და აკეთებდნენ მხოლოდ თავისთვის ამ ყველაფერს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს ყველა პროცესი ბადებს ძალიან ბევრ შეკითხვას ჩვენ საზოგადოებაში და ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რადგან ჩვენ ამ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ და ვერ მივიღებთ იმას, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, ან ეს არის კრიმინალთან ბრძოლა, მაშინ, როდესაც ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების უმეტესობა აი ესეთ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს მოსახლეობას. თქვენ გრიგოლ ლილუაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს შეეხეთ და ჩვენ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე აუცილებლად ვისაუბრებთ, იქამდე ისევ ფარცხალაძეზე ჩაგეკითხებით და მის საქმეზე. ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი აქვს. მას მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეუჩერა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა 2023 წელს, მას შემდეგ რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ეს გარემოება, ანუ გარემოება, რომ მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კი ფარცხალაძის დაკავება მოხდება. ეხლა მართლ პარტიაში კი ამბობენ, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა ააგოს, თუმცა ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელს, ასე ვთქვათ, ოცნების გულწრფელობაში ეჭვიეპარება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რეალურად სულაც არ უნდა იყოს დაინტერესებული, როგორც ფარცხალაძის დაკავებით, ისე მისი ჩამოყვანით, ანუ ექსტრადიციის პროცესით. აი ამ კუთხით თქვენ რა პოზიცია
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნამდვილად არ ვიცით რას ემსახურება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ოცნება ეს არის არაპროგნოზირებადი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება და ჩვენ გვაყურებინებენ აი ამ გარჩევებს მათ რიგებში და ასევე ხალხისგან მოპარული ფულის გადანაწილებებს, ანუ რას ემსახურება მათი ნაბიჯები, ამას ისე ცალსახად ვერ ვიტყვით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ფარცხალაძე გახლავთ რუსეთის მოქალაქე და არ ვიცით როგორ განხორციელდება მისი ჩამოყვანა, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, თუმცა მის მიმართ იყო ძალიან ბევრი შეკითხვა და კიდევ ბევრი შეკითხვები იქნება. ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ეს ადამიანი იყო გენერალური პროკურორი, ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ძალიან ბევრი ინფორმაციასთან და ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომ ოცნებამ დანიშნა საკუთარი რიგებიდან არჩია და დანიშნა ეს ადამიანი და მთავარი აქ არის სწორედ ის გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც ამ ყველაფერს ახორციელებს, იმიტომ რომ იცით რომ ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ღებულობს მხოლოდ ივანიშვილი, ამ ადამიანს არ გაუცნია ეს ადამიანები რამოდენიმე დღის წინ და რამოდენიმე თვის წინ, ხო? ეს ხანგრძლივი პროცესია, ათეულობით წლები ეს ადამიანი ამ ადამიანებთან მუშაობდა. შესაბამისად ისინი იკავებდნენ მნიშვნელოვან პოზიციებს ჩვენს ქვეყანაში და მათ ებარათ გარკვეული მიმართულებები. ეს მნიშვნელოვანი მდგენელია ამ ნაწილში. კეთილი, ტატა, რაც შეეხება კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს, ოღონდ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი პირი ბაჩუ ახალაიანი მყავს მხედველობაში. ერთი კითხვა დავსვათ ამ საქმეზეც, იქამდე კი ყოველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სუსი მას 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს. აი რა სიტყვით, გამომრიცხავი, უბრალოდ ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს ვისმენთ ახალაიას საქმეზე, ერთნი ამბობენ, რომ რადგან ახალაია სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ოდიოზური ფიგურა იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღესაც ყველაფერზე ეჭვები უნდა გქონდეს მასთან მიმართებაში. მეორე მხრივ კი თვითონ ქართულ ოცნებაში ასეთი შეკითხვა აქვთ, მაშინ რაზე საუბრობდნენ ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებით ახალაია და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსებიო. საინტერესოა ილია ჭავჭავაძეს განიხილავდნენ შოთა რუსთაველს თუ შექსპირსო, აი დღეს დაისვა ეს კითხვა მართლ პარტიაში. თქვენ თუ გაქვთ კითხვები უკვე ახალაიას საქმეზე და რა კითხვებია ეს? ზოგადად ჩვენს პოლიტიკურ ძალას ჩვენ კითხვები გვაქვს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით. ეს იყო პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც განახორციელა უმეტესწილად ნაციონალურმა მოძრაობამ და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, რომელიც აფილირებულები არიან ამ ძალასთან. რა თქმა უნდა, ეს დაიგეგმა ოცნების რიგებში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად 4 ოქტომბრის აი ეს რადიკალური სცენარის განვითარება აწყობდა ოცნებას. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა როგორც ყოველთვის მოგვევლინა მის მარშვალ რგოლად და მაშინ, როდესაც ის ვერ უხერხებდა ვერაფერს, მშვიდობიან პროტესტს, მოხდა 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბრის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრები და სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში სხვადასხვა მედია საშუალებების დახმარებით ახორციელებდნენ პირდაპირ მოწოდებას, რომ ხალხი მისულიყო არა არჩევნებზე, არამედ მისულიყვნენ რუსთაველის გამზირზე და მშვიდობიანი დამხობა, რომელიც მოფიქრებული იყო იმისთვის, რა თქმა უნდა, უშუალოდ ახალაიას საქმემდეც მივიდეთ. რამდენად აი რა გარემოებები შეიძლება არსებობდეს, რომლის გათვალისწინებითაც ამ მოვლენების და ამ ამბის უკან მე ნამდვილად ვერ შევალ კონკრეტული ადამიანის ბრალეულობის კომენტირებაში, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი და მიუკერძოებელი გამოძიება და შესაბამისად გართულდება ეს პროცესი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ახალაია წინა ცხოვრებაში და თავისი განვლილ ცხოვრებაში საკმაოდ რადიკალური ქმედებებით გამოირჩეოდა, შესაძლებელია რომ ყოფილიყო ჩართული ესეთი რადიკალური სცენარის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ამას და შეკითხვებს, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს მიუკერძოებელი და თავისუფალი გამოძიების მხრიდან, რომელიც მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ძალიან
ძალიან მალე ის პერიოდი და ამ ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხები და ყველა ადამიანი, რომელიც იყო ჩართული თუნდაც აი ესეთი 4 ოქტომბრის პროცესებში, რომელმაც დააზიანა საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობა, დააზიანა ჩვენი საერთო მიზანი, უარეს პოლიტიკურ ჩიხში შეგვიყვანა, გაგვიზარდა პოლიტპატიმართა რაოდენობა ქვეყანაში, აი ამ ყველაფერს გაეცემა როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხი და პასუხისმგებლობას აიღებენ ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი მოახდინა. კეითილი, ტატა, ცოტა დრო გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზეც და მე კიდევ ორი თემა სურსათის ფასები და BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟი. აი გასულ კვირას გავიგეთ სუსის ყოფილი უფროსის დაპატიმრების შესახებ, მისი კორუფციაში მხილება კი იმ პროცესის, ასე ვთქვათ, ფარგლებში მოხდა, რასაც ქართული ოცნება უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. აი შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესზე ოპოზიციაში დაფიქსირებული ყველაზე პოპულარული შეფასება, რომ ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს კლანებს შორის წავე დაპირისპირება, რა კონტექსტშიც ყველაზე აქტიურად აი სწორედ ირაკლი ყობახიძის ფლანგზეა საუბარი. თქვენ რამდენად ხედავთ კორუფციაში ყოფილი მაღალჩინოსნების მხილების პროცესის უკან პერსონალურად ირაკლი ყობახიძეს და ამავე დროს ასე ვთქვათ მისი ფლანგის ხედს? პირველ რიგში ჩვენ შეუძლებელია ვისაუბროთ კორუფციასთან ბრძოლაზე, როდესაც თბილისს ყავს ყველაზე კორუმპირებული ადამიანი მმართველობაში და ეს არის კახი კალაძე. ფაქტიურად კორუფციას კიდევ ერთხელ რეჟიმმა აუნთო მწვანე, როდესაც მესამე ვადით ეს ადამიანი წარადგინა წინა საარჩევნოდ. შესაბამისად, ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ ხალხისგან მოპარული ფულის გადანაწილება და ეს გარჩევები და ძალიან ოსტატურად ყობახიძე კალაძის კლანი ანაცვლებს ღარიბაშვილი ლილუაშვილის კლანს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებსაც იქიდან გამომდინარე რომ ის ყველა გადადგმული ნაბიჯი რომელსაც დღესდღეობით ოცნება დგავს, ეს არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას ჩვენს ქვეყანაში, კორუფციის პრევენციას, მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წრე არის განეიტრალებული და ძალიან სამარცხვინო არის, რომ აი ესე წინა საახალწლოდ უდანაშაულო ბავშვები, რომლებიც დღემდე ციხეში არიან და ამ დროს ის ყოფილი მაღალჩინოსნები რომლებიც ოცნებას წარმოადგენდნენ და მაღალი რანგის მაღალჩინოსნები იყვნენ, გირაოს სანაცვლოდ გამოდიან ციხეებიდან. ეს არის ძალიან სამარცხვინო, ეს რა თქმა უნდა არის ოცნების პასუხისმგებლობა და ეს არ ემსახურება არც კორუფციის დამარცხებას. ჩვენ ნახეთ დღეს მაგალითად რიკოთის უნდა დაეჭირათ ყველა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, ვინც არის კორუმპირებული, უნდა იყოს ციხეში და რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც უდანაშაულო ბავშვები არიან და ჩვენ ვუყურებთ სასამართლოში უდანაშაულო ბავშვების გასამართლების პროცესებს, ძალიან უხერხულია, რომ ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს პარავდნენ უამრავ ფულს და ქართველი ხალხი ამად გამოარიან ესეთ მდგომარეობაში და ჩვენ გვიწევს ახლა ფასების დაკლებაზე საუბარი ზუსტად ახალწლამდე 5 დღით ადრე. სწორედ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა იხდიდნენ უმაღლეს სასჯელს, იმიტომ რომ დღესდღეობით კორუფცია ჩვენს ქვეყანაში უნდა უტოლდებოდეს ქვეყნის ღალატს. იმიტომ რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა აი ამ კორუფციის გამო, რომ ამაზე დანაშაული უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად. და მე ერთს დავამატებ, ჩვენ ნახეთ დღეს ოცნების პრემიერის დამაგვირგვინებელი ღონისძიება რიკოთზე და მადლობას უხდის ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რაში უხდის მადლობას კორუფციაში? ყველაზე დიდი რაოდენობით შეჩერებული პროექტები, ყველაზე დიდი რაოდენობით აუთვისებელი ბიუჯეტი, ყველაზე დიდი რაოდენობით დაუსრულებელი პროექტები, სკოლები, რომელთა მიმართულებითაც უდიდესი ხარვეზები გვაქვს. ქართველების ყოფილ მინისტრს რა თქმა უნდა, ისინი მიეჩვიან, რომ კონკრეტულ ერთ და ორ ადამიანს კიდევენ პასუხისმგებლობას. ამ ხალხს მთავარი კითხვა აქ არის ის, რომ ამ ხალხს ეს ფული, მოპარული ფული, რომელსაც ისინი ქართულ ხალხს პარავდნენ, სად მიჰქონდათ? იყო თუ არა ეს მათი პერსონალური გადაწყვეტილება, თუ ეს იყო სხვისი გადაწყვეტილება და ეს ფული ნაწილდებოდა. სად მიჰქონდათ და ხომ არ მიჰქონდათ ოცნებაში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად ამხელა
რაოდენობის შემოწირულობები, ამხელა რაოდენობის დაფინანსება, როგორც აქვს ოცნებას და რომელსაც ის ხალხის წინააღმდეგ იყენებს, კოლოსალური თანხები არის და ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის, როდესაც ნებისმიერ პროდუქტში ვიხდით ჩვენ თანხას, თუნდაც ზეთში, თუნდაც შაქარში, ფქვილში, ბიზნესის გავლით ეს თანხები შემდეგ ხდება ოცნების თეთრ თუ შავ კიდევ ერთი კითხვა გრიგოლ ლილუაშვილს და მე სხვა თემები ის 4 უბრალოდ მისი საქმის 4 ეპიზოდიდან 2-ში ფიგურირებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სახელი და გვარი ლილუაშვილის დაკავებიდან 1 კვირის თავზე კი აი დღეს გახდა ცნობილი რომ პროკურატურამ რომეო მიქაუტაძესთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. ეს ამბავი რა კითხვებს აჩენს და ხომ არ აჩენს კითხვებს ესეც მინდა რომ ვიკითხო. საპროცესო შეთანხმებაზე ალაპარაკება ხომ არ შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ არ ვიცი აი რომეო მიქაუტაძემ სავარაუდოდ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ასე ვთქვათ ამით საპროცესო შეთანხმება დაიმსახურა. მე არ ვიცი რას იმსახურება ეს ინიციატივა კონკრეტულად, თუმცა ფაქტია, რომ კორუფციასთან ბრძოლა არ არის დღესდღეობით ოცნების მიზანი. შესაბამისად, ის რომ მაღალჩინოსნები, რომლებიც უმძიმეს დანაშაულს ჩადიოდნენ და ხალხს პარაკდნენ ფულს, მათ მიმართ არ უნდა ხდებოდეს ესეთი ლოიალური მოპყრობა კანონის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ფული, ეს არის უმძიმესი დანაშაული, მაშინ, როდესაც ეკონომიკური ზრდა არ ისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე და სწორედ ამის მიზეზი გახლავთ კორუფცია და ოცნება დღეს ჩვენ ხედავთ, რომ აღიარებს კორუფციას, აღიარებს, რომ პარავდნენ ჩვენს ბავშვებს ბაღებში კვების ბიუჯეტიდან ფულს. აღიარებენ, რომ კოლ-ცენტრები ოცნების იყო. აღიარებენ, რომ ისინი ეროვნულ ინტერესებს აზიანებენ საკუთარი პოლიტიკით, თუნდაც როგორც ეს ხდება ჩორჩანას საგუშაგოს მიმართულებით. აი ეს ყველაფერი დღეს ამ დაკავებებით, აი ამ პროცესებით დასტურდება. და რა თქმა უნდა, ოცნების მხარდამჭერებმა უნდა კარგად მოიფიქრონ, არის თუ არა ქართული ოცნება ის ძალა, რომელიც მოვიდა სხვადასხვა დაპირებებით ხელისუფლებაში და რა დარჩა იმ ძალისგან დღესდღეობით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ვთქვათ, რომ სწორედ 2025 წელი ეს იყო ძალიან მძიმე წელი პოლიტიკურად ქართული ოცნებიდან პირადად თქვენი შეფასებით. აი დღეს როგორ გამოიყურება ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის უფრო მეტი მე 14 წელი წავიდა, ხო? თავის. ეს არის ძალა, რომელიც აღიარებს საკუთარ კორუმპირებულობას აი ამ ყველაფრით. ეს არის ძალა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ჭირდება, რომ საკუთარი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი დევნოს გიორგი გახარიას გულისხმობ მე, იმიტომ რომ ოცნებამ დააზიანა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მაშინ, როდესაც აწარმოა გამოძიება და აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას გიორგი გახარიას წინააღმდეგ და ამაზე მოწმობს სწორედაც IPM-ის შეხვედრები, რომლებსაც მუდმივად საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ მათ მიწაზე არის განთავსებული ჩორჩანას საგუშაგო და ალტერნატივა არ აქვს ამ საგუშაგოს აღებას. და ასევე ბოლო შეხვედრაზე, რომელიც დამალა ქართულმა ოცნებამ, ითქვა ის, რომ დადებითი დინამიკა აღინიშნება ამ შეხვედრებშიც და ზოგადად ამ პროცესში და იგულისხმა სწორედ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. აი რას აკეთებს ოცნება? ოცნება აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სწორედაც ქართული ოცნების, როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აფხაზეთს და სამხრეთოს. ოცნების მიზანი ტრიალებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა იმ მოპარული ფულის შენარჩუნებასთან
მიმართებაში, შესაბამისად, ყველაფერს, რასაც დღესდღეობით ოცნება აკეთებს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ორი მიმართულების გაძლიერებას. კატა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მინდა რომ გადავხედოთ და ახლა ცოტა მკვეთრი გადასვლა კი გამოგვდის, მაგრამ მაინც მოდით ახლა სურსათის ფასებზე ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ მთავრობა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღების აუცილებლობაზე ალაპარაკდა მას შემდეგ, რაც წინა კვირას პრემიერმა პროდუქტებზე მაღალი ფასების გამო საზოგადოების შეშფოთება გაიზიარა და პრობლემის მიზეზი სუპერმარკეტების ქსელებს და სადისტრიბუციო კომპანიებს დაუკავშირა. რამდენად სწორად ხედავს მთავრობა პრობლემას და შესაბამისად რამდენად შეიძლება ანტიმონოპოლიურმა კანონმდებლობამ სურსათის ფასების დარეგულირებამდე და გაცილებით დაბალ ფასებამდე მიგვეყვანოს. რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი იყო და ასევე ძალიან მძიმეც იყო, როდესაც ოცნების პრემიერის წინადადება ვნახეთ ჩვენ ახალ წლამდე 5 დღით ადრე, მაშინ, როდესაც უამრავი ოჯახი საზრდოს გარეშე არის დარჩენილი, უამრავი ოჯახი ელემენტარულ სახალხო განწყობას ვერ ქმნის საკუთარ ოჯახში, იქიდან გამომდინარე, რომ იმის საშუალება არ აქვთ, რომ პროდუქტები შეიძინონ სახალხო სუფრისთვის და ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი არის კორუფცია და ამას აღიარებს ოცნებაც. თუმცა ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, დაგვიანებულია, იმიტომ რომ 5 დღით ადრე ახალ წლამდე ჩვენ არა კომისიებზე უნდა ვისაუბროთ და მოწოდებებს ვაკეთებდეთ, არამედ უკვე გადაწყვეტილი უნდა გქონდეს და გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა ძალიან ხშირად ვსაუბრობდით ამ საკითხზე. ჩვენ წელს მაშინ, როდესაც აღვადგინეთ საპარლამენტო მუშაობა, ჩვენ შემოვიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის შესახებ, რომელიც ოცნებამ გაურკვეველი ვადით გადადო ამ ინიციატივის განხილვა და აი სწორედ აქ ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული არის ოცნებისთვის ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და ის სიდუხჭირე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. პარლამენტი, როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, მზადაა სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად შექმნას საპატო კომისია და უკვე გაკეთდა კიდეც თქვენი პარტიის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან განცხადება, რომ თქვენი პარტიის წევრი დეპუტატები ამ კომისიის მუშაობაში ჩაერთვებით და მიიღებთ მონაწილეობას. ამაზეც მინდა გკითხოთ, იქნებ ახსნათ, რატომ შედიხართ ამ პროცესში, როცა დარწმუნებული ვარ, არ ელოდებით, რომ საპატო კომისია ფასების მატებას ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას დაუკავშირებს. აი მაშინ ისი ჩვენება გინდათ ამ კომისიის მუშაობაში ჩართვით და მეორე მხრივ რას ეტყოდით მათ, ვინც გეუბნებათ, რომ ამ პროცესში შესვლით თქვენ შედიხართ და მონაწილეობას იღებთ ქართული ოცნების ფარსში. პირველ რიგში ჩვენ გამოვიყენებთ ნებისმიერ პლატფორმას, ნებისმიერ ტრიბუნას და ნებისმიერ ინსტრუმენტს, მშვიდობიან ინსტრუმენტს იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მით უმეტეს ისეთი მწვავე პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ესე მძიმედ აწევს და ესე აწუხებს. შესაბამისად, ის კომისია, რომელიც შეიქმნება, აქაც მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო თვალნათლივ დავანახოთ ოცნების ამომრჩევლებს, რომ და ოპონირება გაუწიოთ ამ პროცესში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაშინ, როდესაც ახალ წლამდე 5 დღით ადრე პრემიერი ამ მოწოდებას აკეთებს და ამ სიტუაციას ესე დაგვიანებით აფასებს, რომ ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის სრული მოშლა ამ დროს. ჩვენ გვყავს ასევე კონკურენციის სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს და სად არიან ისინი, აკეთებენ თუ არა ამასთან დაკავშირებით განცხადებებს, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ და ბიზნესი, რომლისკენაც იშვერს ხელს ოცნების პრემიერი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბიზნესი და თვითონ ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ ამაზე ძალიან ხშირად, რომ ბიზნესის 90% არიან ოცნების მხარდამჭერები, არიან ოცნების შემომწირულები, შესაბამისად ის პროდუქტი, რომლის ფასებიც არის გაზრდილი და რომელშიც ჩვენი მოსახლეობა იხდის ამხელა თანხებს, ამ თანხებიდან ბიზნესის გავლით ოცნების თეთრ თუ შავ ყურობაში მიდის თანხები. შესაბამისად, პასუხისმგებელი ამ სიტუაციაში არ არის მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო და რა თქმა უნდა, არის ოცნება. საპატო კომისია იქამდე კი ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ და ბოლო კითხვას დაგისვათ და ამით დაგემშვიდობებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც
საბატო საქმიანობას შეუდგა თქვენი პარტია, მათ შორის პირადად თქვენს. რადგან წლის ბოლოა და ერთგვარად სხვა მიმართულებით შეჯამებას ვაკეთებთ, მოდით შევაჯამოთ ისიც, რა შემატა, ასე ვთქვათ, რა შემატეთ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში თქვენი შესვლით. აი თქვენივე აზრით, რამდენად ეფექტური ხართ საკანონმდებლო ორგანოში და რა აჩვენეთ როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციას და უშუალოდ საზოგადოებას. პირველ რიგში ის, რომ საქართველოს პარლამენტი იყო ქცეული ოცნების ოფისად და ჩვენ ეს შევცვალეთ ეს რეალობა, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი ოპონირება ზოგადად დაბრუნდა დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, რთულია ის მოცემულობა, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ოცნება მაინც იღებს ამ ყველაფერს, თუმცა მას უწევს განსხვავებული კრიტიკული აზრის მოსმენა, მას უწევს კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა, რომელსაც აქამდე ის არ აკეთებდა. შესაბამისად, სრულ კომფორტში იყო ოცნება, შესაბამისად, ახლა ხშირ შემთხვევაში ადამიანები, რომელთა მიმართაც ჩვენ მწვავე კრიტიკით გამოვირჩევით, ის ადამიანები უბრალოდ არ მოდიან საქართველოს პარლამენტში, ასე არის მაგალითად ოცნების განათლების მინისტრი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეების უფროსი იყო, განათლების რეფორმის წარსადგენად ის არ მობრძანდა საქართველოს პარლამენტში. იმიტომ რომ მას შეეშინდა, რომ ის ვერ გასცემდა იმ შეკითხვებს, პასუხებს, რომლებსაც ჩვენ დაუსვავდით. შესაბამისად, ჩვენ ასევე ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარვადგინეთ მინიმალური ხელფასის შესახებ, რომელიც აქტუალურია, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც ოცნებამ არ დაუჭირა მხარი, იმიტომ რომ შეეშინდა, რომ ქიმიური ნივთიერებების გარევა წყალში და ბრძანების გამცემი ამ მიმართულებით დაკავშირებული იყო 20 ივნისის რეზინის ტყვიების ბრძანების გამცემით. სტუმრობისთვის, იმისთვის რომ დაგვეთმეთ დრო, ტატა ხვედელიანს დავუმშვიდობებით, ახლა რეკლამის შემდეგ იგი წერტილი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამის შემდეგ ისევ პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე იგი წერტილი იმყოფება ამჯერად ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიგი და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით თქვენს თანამოყოლებას. ბატონ გიგი, გაცემის ამ ნაწილში ძირითადი დრო საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შეფასებას მინდა დავუთმოთ 2025 წელი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ საინტერესო გადავხედოთ იმ შედეგებს, რითაც ჩვენი ქვეყანა მიმდინარე წელიწადს ასრულებს. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვადასხვა აქტუალური საკითხიც, თუმცა პირველ რიგში ის თუ საით წავიდა ჩვენი ქვეყანა 2025 წელს. აი რა გაქვთ სათქმელი, როცა საქმე ეხება ქვეყნის მიღწევებს ან ჩავარდნებს საგარეო პოლიტიკაში და საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან, რეგიონის ქვეყნებთან თუ ზოგადად მსოფლიო სახელმწიფოებთან. ხო, წელი როდესაც სრულდება, რაღაცნაირად ადამიანები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ექსპერტები და ამ შემდეგ ამაზე საუბრობენ, ჟურნალისტები, სხვა შორის ჩვენ თავში ვაჯამებთ, ხო, რაღაცაზე ვფიქრობთ. თუნდაც მაშინ როდესაც მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან ამა თუ იმ თემაზე, გარდა იმისა თუ ჩვენ პირადად რა გავაკეთეთ და როგორ გავიარეთ ეს წელი, მაგრამ რაც შეეხება აი ამ ნაწილში, საგარეო პოლიტიკურ ნაწილში, ხა რა ვიცი, რა შედეგებით შეიძლება დაიკვეხნოს არსებულმა ხელისუფლებამ რომელიმე სეგმენტში ან სექტორში კი ბატონო, ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა და ასე შემდეგ. თქვა ჩვენ ვისმენთ წლების განმავლობაში არ მარტო გასული წლის კორუფციასთან დაკავშირებით თუ სხვასთან, ანუ ხელისუფლების ასე ვთქვათ რაღაცა ყველაზე უფრო შეუბღალავი სახით წარმოჩენას და საბოლოო ჯამში ხა წლის ბოლოს კატასტროფული ვითარება ამ თვალსაზრისითაც, ხო? ამდენი დაპატიმრებები, კორუფციული საქმეები, პრაქტიკულად სეგმენტი და სამინისტრო არ დარჩა და თანამდებობის პირი ყველაზე მაღალი ის იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, პრემიერი, რა ვიცი, პროკურორი. აბსოლუტურად აი ესეთ უმძიმესი სურათი გვაქვს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ის ვერ იქნება განყენებული, ხო, წარმოუდგენელია ახლა ქვეყნის შიგნით ასეთი რამ ხდებოდეს, მუდმივად იყოს აი ესეთი მანიფესტაციები, პროტესტი, ამდენი პოლიტიკური პატიმარი და საგანგებოდ კიდევ მიესალმები ყველას და გამძლეობას უსურვებ, მაგრამ და არ იყოს ეს არ აისახებოდეს საგარეო პოლიტიკაზე. ზოგადად სანამ დახასიათებას ან მოკლედ შევაფასებ ამ ვითარებას,
მთელი წლის განმავლობაში ძალიან დაძაბული იყო გარეთაც საგარეო ვითარება და დღევანდელი დღეც თუ გვეყოფა ამისთვის დრო მოკლედ ვისაუბროთ მე რა ხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იგივე ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა უკრაინის თემა, რომლითაც დიდი იმედები იყო, რომ დაიხურებოდა თითქოს ეს წელი, ну გარკვეულ ნაწილში, მაგრამ იყო სკეპტიციზმიც, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საქართველოსზე მოქმედებდა და ყველაზე რაღაცა მოკლე შეფასებას თუ გავაკეთებ, ხო? ეს არის პრაქტიკულად ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან დრამატული წელი და დავამატებდი რომ აბსოლუტურად დაკარგული შესაძლებლობების, ძალიან სერიოზული შესაძლებლობების წელი, რომელიც წინა პერიოდიდან მოდის, მაგრამ ამ წელს განსაკუთრებით გამოჩნდა აი ძველი რაღაც ასე ვთქვათ ქმედებების შედეგები, ხო? იგივე შეჩერება ევროინტეგრაციის რამაც მოიტანა ძალიან მძიმე პრაქტიკულად დასრულება საქართველოს ევროპასთან ამგვარი რაღაც ურთიერთობების, ახლო ურთიერთობების ძალიან ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობები გაჩერებულია. ჩვენ ამას ვხედავთ, საუბარია სავიზო რეჟიმის შეჩერებაზეც და პირველი ნაბიჯი გადადგმულია იმ თვალსაზრისით, რომ აი მაღალ ჩინოსნებს და ბიუროკრატიას შეიძლება შეუჩერდეს. თავისთავად ეს ყველაფერი არის იმდენად სერიოზული და მძიმე, რომ არ ვიცი, მეტი როგორი შეფასება უნდა გაკეთდეს. მე არ მიყვარს არასოდეს არაფრის დამძიმება, არ არის საჭირო არაფრის დამძიმება და გამუქება სურათის. ეს ყველაფერი არის სახეზე, როდესაც რომ გავაანალიზოთ რაოდენობა კრიტიკული წერილების, განცხადებების, ევროპარლამენტი იქნება ეს ცალკეული სხვა ინსტიტუტები იქნება თუ ასე შემდეგ, იქნება ალბათ რეკორდსმენი იქნება საქართველოს აი მიღებული ნეგატივით კრიტიკით იმის გამო რაც ხდება. ბატონ გიგი, რადგან ბრიუსელამდე მოვედით, მოდით მეც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბრიუსელზე გავაკეთებ ამ ეტაპზე აქცენტს და კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, აი მთელი წელიწადი მართლაც ევროპული ქვეყნების და ბრიუსელის კრიტიკაში გალია ქართულმა ოცნებამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ან ქართველებს ესმით ევროპის ცნება სხვანაირად, ან ევროპა იმყოფება ცივილიზაციური უფსკრულის პირას. დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ისე როგორც ქართულ ოცნებაში დღეს ისიც ითქვა, რომ ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამონახავენ და ერთადერთი გზა თავად ბრიუსელის ხელმძღვანელობა შეიცვალოს. აი შეაფასეთ უშუალოდ ბრიუსელთან ურთიერთობაში ქართულ პოლიტიკა რატომ არის და რამდენად სწორად არის, ასე ვთქვათ, გადაკიდებული ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებზე, ამასაც კითხავთ და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით 2026-თან მიმართებაში რა მოლოდინები უნდა გქონდეს. მე რაც ვისაუბრე, აი შეიძლება რა პოზიტიური დინამიკა ნახოთ, სამწუხარო ციკლი რაც იყო ეს ყველაფერი მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც იგივეა, ხო, მეგობარი აქტის მოლოდინი და წარმოუდგენელად კრიტიკული შეფასებები საქართველოს მიმართ, რაღაც როგორც ხელისუფლების პირველ რიგში, არა ხალხის ბუნებრივია, როგორც კრემლთან და რუსეთთან კოლაბორაცია და ძალიან ბევრ დემოკრატიის ზირის გამოთხრა და ასე შემდეგ. ეხლა აღარ ვიტყვი იმაზე, რა შედეგი წინასწარი, ასე ვთქვათ, აღქმა და ნუ შემდეგი შეიძლება შედეგები კონდეს უფრო მძიმე ამ ქიმიური იარაღთან დაკავშირებულ საკითხს, თუ ეს არ იქნება გამოძიებული შესაბამისად და არ იქნება ის დასკვნები, რაც საზოგადოებას აინტერესებს და სხვა შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს ქართული ოცნების როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ძალიან მხნედ საუბრობენ ამ საკითხზე, ადრეც გვაქვს ნათქვამი და მე მგონი პირიქით თვითონ უნდა ცდილობდნენ, რომ თუ ასე ყველაფერი კარგად არის და არაფერი არ მომხდარა და ადამიანებს შეუძლია თავისუფლად რაღაცა გარანტიები მიცემ, რომ არაფერი არ არის, თვითონ უნდა იწევდნენ ამ გამოძიებას. სხვა შორის დღეს რაღაცა კი მოვისმინე, რომ მობრძანდენო, ხო? რადგან ამ თემას შეეხეთ BBC-ს სკანდალურ ინფორმაციას 2024 წლის აქციების დაშლაზე, ხა სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ერთგვარად ეს თემა დახურა, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა დღე არ გავა ისე, რომ თავად ქართულმა ოცნებამ არ გააკეთოს ამ საკითხზე კომენტარი და აი დღესაც ახლა ვიპოვე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომელმაც საერთაშორისო ინსტიტუტებს მიმართა და
მოუწოდა, რომ თუ კი რამე კითხვა აქვთ მასალების გასაცნობად, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ, თუ რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუციას კითხვები აქვს, მოვიდეს ნახოს, რატომ არ ჩამოდიან აქამდე, რატომ ვერ ჩამოაღწიეს. ბოლოს ჩვენ ვუყიდით ბილეთებს, რომ ჩამოვიდნენ ასეთი რამ პაპაშვილის დღევანდელი განცხადება. ჩვენ ეს რაღაც სატირული ამბავია. კითხავთ, ბატონ გიგი, აი რატომ არ ჩანს არავინ უცხოეთიდან, რომელიც თბილისში ჩამოსვლის და ამ საკითხით დაინტერესების სულს ეს absolუტურად გამოჩნდება, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის კრიტიკული და დაგმობა იყო ამ ყველაფრის და მტკიცებით ფორმაში ჯერ ვერავინ ვერ ისაუბრებს, ამიტომა საჭირო სწორედ ეს პროცესი და საერთაშორისო ჩართულობა იყოს აქ, ხა ამ წინა საახალწლოდ ბუნებრივია ასეთი საგამოძიებო თუ ფაქტების მომკლევი ჯგუფები არ ჩამოდიან, ეხლა რაღაცა პაუზა იქნება, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება ეს ყველაფერი. როგორც თავარი სხვა ამბავია, რომ ჩვენ ვსაუბრობდით თქვენ კითხვა დასვით, აი რატო არის დასავლეთთან ამგვარი დამოკიდებულება. სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს, ბუნებრივია, რომ რაღაცა ბრიუსელის ხელისუფლების შეცვლას ევროკავშირის და ამაზე ლაპარაკობს ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს აღარ დარჩა მიმართულება, სადაც არ გაირღვა ეს რაღაცა ნაკერი მათი ქსოვილი, ხო? კორუფცია გინდათ, რა ვიცი, შეკვეთილი მკვლელობები გინდათ, რაღაცა კრიმინალთან დაკავშირებული საკითხები გინდათ თუ ასე შემდეგ. რატომ არ უნდათ ევროპა ან თქვა დასავლური მოსახირებულებებზე ლაპარაკი ეს ხომ მხოლოდ რაღაცა ოჯახურ საკითხებზე არ არის კონცენტრირება, ხო? აქ არის დემოკრატიის საკითხები, ადამიანის უფლებების საკითხები, თავისუფალი არჩევნების საკითხები, იგივე კორუფციის თემები, იგივე არ შეიძლება დასავლური ლიბერალური დემოკრატია დასავლური ტიპის მოწყობის, ანუ მოდით ასე ვთქვათ, არა ავტორიტარული, არა რუსული ტიპის, არა ტოტალიტარული ქვეყანა იქ არ იყოს თავისუფლება და დემოკრატია ისეთ ხარისში, როცა ადამიანებს შეუძლიათ არჩევნებზე წავიდნენ ნორმალურად და არ კონდეთ შიში, რომ ხვალ დააპატიმრებენ განცხადების გამო ან თავენტიქმედების გამო და ასე შემდეგ. ამიტომ მე უფრო მოკლედ თუ ვიტყვი, ის რაც უნდა ქართულ ოცნებას, როგორც ხელისუფლებას დღეს აკეთოს, ეს არის მიუღებელი და შეუთავსებელი იმ სივრცესთან, სადაც კონსტიტუციით ჩვენ უნდა მივდიოდეთ და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანით ეს არის სწორედ ის სივრცე, რასაც ჩვენ დასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ სივრცეს ვეძახით, სადაც შეიძლება არსებობს რაღაცა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ცხოვრების სტანდარტი, დაცულობა, ადამიანის უფლებების სასამართლო, ეხლა სასამართლო აი დღეს რამდენიმე ინტერვიუს უყურე, ადამიანურად ვამბობ, არავის ცუდი არ მიხარია არასდროს. მათ შორის ზოგჯერ ცუდი ადამიანებისაც კი, მაგრამ ეხლა აი ამას ვადევნებ ამ დაპატიმრებული თუ დასაპატიმრებელი ადვოკატების განცხადებებს ამ ხელისუფლების რამდენიმე მოვისმინე, რომ აი ნდობა სამართლიანობა სასამართლომ უნდა განსაჯოს, რომ თურმე საგამოძიებო პროცესი არ არის ისეთი სანდო და პოლიტიზებულია და ანგარიშსწორებებია და ეს არის სწორედ ყველაზე მძიმე რაც არის, ხო? რაც შექმნა ამ სისტემამ, რაც შეიქმნა საქართველოში, რომ ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ და ეხლა თვითონ წმუნდებიან, როდესაც ეს სისტემა, ეს რეჟიმი თავად მიადგა მათ და ეხლა ეს იქნება კლანური ბრძოლა თუ იქნება რაღაცისთვის ბრძოლა თუ ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ბრძოლა, რომელიმე გუნდის წინ გაჭრა და მეორეს ასე ვთქვათ, ჩაქოლვა თუ სხვა, რა მნიშვნელობა ჩვენ ამ პროცესს რაც დაუძახებთ, ეს ზოგადად არის კატასტროფა, რასაც ჩვენ ახლა ქვეყანაში ვხედავთ, ხო? და შესაბამისად, აი ამის შეგუება და ამის ადაპტაცია წარმოუდგენელია დასავლური ტიპის ქვეყანასთან, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, არ ვიცი, რომელიც გინდა დაიღეთ. კიდე ერთხელ ვამბობ, უპრობლემო ქვეყანა არ არსებობს. და ახლა სადღაც თუ რაიმე ფაქტს ამოგლეჯენ ევროპაში და იტყვენ აი რა ცუდია და მთელი ეს პროპაგანდა, აი ეს წარმოუდგენელი მასშტაბის სოციალურ მედიაში, ტელევიზიაში, აი ამ რაღაცა გონების გამორეცხვა მართლა რუსული ტიპით, ისე როგორც რუსეთშია ჩაქოლვა ყველა არხის, ამის ცდელობა, ეს ეხება ოპოზიციურ მედიებსაც, არასამთავრობო სექტორსაც და
აი რაღაცნაირად იცით რა ის მახსენდება. სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ამ წლის განმავლობაში 2025 წლის განმავლობაში ვნახეთ სხვა ევროპული სტრუქტურის მხრიდან არაერთი მწვავე რეზოლუცია კრიტიკით სავსე სწორედ პარტიის მისამართით. ხო და რეკომენდაციებით და რიგმა ქვეყანამ სავიზო შეზღუდვებით შემოიღო. კი, ლელა უყურეთ, მაგრამ ამავე დროს ამასთან მთელი რიგი პირების მიმართ და მეტიც, აი თქვენც აღნიშნეთ, რომ ვიცი, მიმდინარე წელი მთავრდება რეალურად მოცემულობით, როცა მთლიანად უვიზო ასე ვთქვათ მიმოსვლა ხო, უნდა ჩვენი მოსახლეობა ამჯერად გადაურჩა ამას. ის კითხვა მინდა დავსვა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რას შეიძლება ველოდოთ უკვე 2026-ში. არ ვიცი, უკიდურესად ძალიან პროგნოზირება. ფონზე, რამე კარგის მოლოდინი შეიძლება. უყურეთ რა არის ეხლა ამ წინასახალხო დღეებში შეიძლება მოხდეს ესეც საინტერესო. ვინც უყურებს ამ ტელევიზორს ალბათ იტყვის ამ გადაცემას, რომ ეხლა ისეც გვაკლია ეხლა კიდევ ვიცით ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაღაცნაირად საზოგადოება დაფიქრდეს, ხო? სად არის, თქვათ, სიმართლე, რა არგუმენტებია, რომელი არგუმენტებია პროზილეთ სამწუხაროდ ჩვენ მოკლებული ვართ აბსოლუტურად დებატებს და საუბარს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხო? ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე, ალბათ ეს სასარგებლო იქნებოდა, ალბათ მათი მომხრეებისთვისაც დაინახოთ თუ როგორი აქვს პოზიციები ახლა დაცვით გარშემორტყმული და რაღაც იმიდან სხვა ტიპის პედესტალები აქვს, ზოგი მორალური, ზოგი საკანონმდებლო, ზოგი ასეთი, ზოგი ისეთი და იქიდან ძალიან ყინჩად საუბრობს ყველა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კითხვა და უამრავი არგუმენტია, რომელსაც ისინი ვერ უპასუხებენ ვერანაირად, ისე რომ რაღაცნაირად თავი გაიმართლონ, ხო? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ აი ეს ხალხი რატო არის ქუჩაში, რატო არ კითხულობენ, რატო არ უშინდებიან არაფერს, რატო ამ დრაკონულ კანონებსაც არ ასე ვთქვათ მოუხარა ქედი უამრავმა ადამიანმა, რომელიც გამოდის ყოველდღიურად ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ბევრჯერ გვითქვამს ფასეულობა არის საპირწონე ამ ყველაფრის, რაც დღეს ხდება ადამიანების მომავალი, თავისუფლება და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები გამოფრენილი რაღაც თავისუფლება, ასე მას კომპონენტები აქვს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგენს, რომელიც ბედნიერების ნაწილია, რომელიც განვითარების ნაწილია და ეს როცა ისპობა ადამიანებს მართლაც, რა ვიცი, რა გითხრათ, ეხლა ყველნაირი საწოლწარკვეთა აქვს და აქ ხდება მე რადიკალიზაციას და ბევრი სხვა რამეს, რომელსაც სამწუხაროდ ხელისუფლება, ავტოკრატიული ხელისუფლება ყველა ამას იყენებს ოპონენტების ისევ ან საპატიმროებში გასაგზავნად, რაც საქართველოში ან საქმეების აღსაძრავად და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება რა იქნება, ხო? მოკლედ ცუდი ვიცით რაც არის. კარგი, როგორ ეხლა იცით როგორ არის? საგარეო პოლიტიკაზე თუ საუბრობთ, თუ ასე გრძელდება ეს ყველაფერი და რა ჩვენ ვნახეთ, აი ბოლო შეკრება, ამის ანალიზი ხარ მომხდარა ისე კარგად, მაგრამ ელჩების შეკრება იყო და იქაც გახმოვანდა ის პოსტულატები და ის გზავნილები, რომ აი რაღაცნაირად ჩვენ არავის მას არ მივიღებთ, რაღაც ზედმეტ შენიშვნებს, თავად მიხედონ დაახლოებით ვამბობ ეხლა თავიანთ საქმეს, არც იმასთან გვინდა შეხვედრა, არც კალასი გვაინტერესებს, არც ევროკავშირი აგერ დღეს ვთქვათ უნდა შეიცვალონ ვამბობენ. გასაგებია რომ უნდა შეიცვალონ, მაგრამ შეიცვლებიან კიდეც ისინი დემოკრატიაა და არავინ არ იქნება 15 და 20 წელი, მაგრამ ერთხელ მაინც დაუსვეს თავის თავს კითხვა ან გაანალიზეს რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატო არის ეს მართლა ეს სარკესთან ბრძოლა, რატომ არის, რატომ აკრიტიკებენ, რატომ უგზავნიან ამგვარ გზავნილებს, რატომ არის ლაპარაკი იგივე ვიზა ლიბერალიზაციაზე, რატო ამბობენ რომ საქართველოში მხარს უჭერენ ჩვენ მოსახლეობას და მათ მომავალს, ხო ეს ხალხი ხო კეთილგანწყობილია, მტერი ვინ არის, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს და დაადასტურეს რომ ვინმეს ცუდი უნდა საქართველოში. სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ცუდია რატომ არ უნდათ, რატომ არ ერევა იქ deep state ან მათი გამოგონილი გლობალური ომის პარტია, როდესაც აი ახლა ესეც ხუთ გაშვებული ძალიან დიდი შესაძლებლობაა რომ ჩვენ რეგიონში ვერ ჩავეწერეთ როგორც ლიდერი ეკონომიკური იქნება თუ დემოკრატიის თვალსაზრისით. აი ახლა დღეს იყო ცნობა რომ უკვე სომხეთი და თურქეთი ჩვენი რეგიონალური აი გარღვევის ერთ-ერთი მანიშნებელია კარგი თვალსაზრისით რომ უკვე უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის და ძალიან სერიოზული განვითარება იქნება მათ შორის დიდი ინვესტიციებით იმ ახალ კორიდორში რომელიც სწორედ მშვიდობამ მოიტანა. ამიტომ როდესაც მომავალზე საუბრობთ მე არ მაქვს
ნამდვილად ისე სომხეთი რადგან ახსენეთ ბატონი რამდენად შეიძლება ევროპისთვის და ევროკავშირისთვის რეგიონში სომხეთი გახდეს საქართველოს ალტერნატივა. ძალიან დიდი შანსია ძალიან დიდი შანსია ამისი. უკვე არის ძალიან ბევრი ნიშნები. მე პირადად გეტყვით, რომ აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი მოწვევა იყო სომხეთიდან სხვადასხვა ღონისძიებებზე. ბევრი ორგანიზაცია დღეს იქ აკეთებს იმას, რაც აკეთებდა საქართველოში. აი დასავლური, თქვა დემოკრატიული ფონდები და ბევრი სხვა, მათ შორის ევროპული და სხვა და სომხეთი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმით დაადგა დღეს ევროინტეგრაციის გზას და ნახოთ ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი მათთვის, იმიტომ რომ რეგიონში კარგი, რაც ხდება აზერბაიჯანში, რაც ხდება სომხეთში, საქართველოსთვისაც ძალიან კარგი იქნება. მაგრამ აი ამ ინერციით, რომელიც არის და თუ ასე უნდა გაგრძელდეს 2026 წელს, ჩვენი მხრივ საგარეო პოლიტიკის რაიმე გარღვევას მე არ ველოდები, მაგრამ შესაძლებელია საგარეო ვითარებამ მოიტანოს იმგვარი ეფექტი მოგვცეს, რომ იძულებული გახდეს დღეს ეს ხელისუფლებაც, რომ შეცვალოს თავისი გზავნილი, შეცვალოს ტონიც და რაღაცნაირად შეეცადოს, რომ აი თუ ნახა რომ მაგალითად რუსეთი ვერ გამოდის იმდენად გამარჯვებული, რომ მის მხარეს გადაიხაროს. უკრაინის ომზია ბევრი რამ და უკრაინის ომზია ბევრი რამ ძალიან ბევრი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც და დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ თითქოს ყველაფერი ძალიან ახლოს არის ომის დასრულებასთან, თუმცა ეს ნამდვილად ხა რუსეთის ინტერესებში არ შედის და ჩვენ ხედავთ, რომ რაც უფრო ახლოვდება აი მოლაპარაკების ბოლო, მით უფრო ინტენსიური არის და იქნება რუსეთის შეტევები, იმიტომ რომ თუ კი ის დაждდება საბოლოო ჯამში მაგიდასთან, მას კონდეს გაცილებით მეტი კარტი ხელში, ეს ჩვეულებრივი ასეთი ტაქტიკა, ჩვეულებრივი ასეთი ტიპის აგრესორებისთვის და ექსპანსიური ასეთ სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, თუ კი ჩვენ ვნახავთ, რომ დასავლეთი გაცილებით ძლიერია ვიდრე რუსეთი, ეხლა ჩვენ არა გვაქვს იმის დრო, რომ ჩაუღრმავდეთ, რატომ არ ხდება ბოლომდე, ასე ვთქვათ, რუსეთის თლათ დამხობის თუ განადგურების გეგმა, ასეთი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ბალანსებია მსოფლიოში საჭირო, მაგრამ ის კი ყველას აქვს ძალიან კარგად გაცნობიერებული ევროპაშიც და მე დარწმუნებული ვარ ტრამპსაც, რაც არ უნდა მან თქვას, თქვათ რაღაცნაირად გაუგზავნოს ესეთი უფრო პოზიტიური გზავნილი ამ შემთხვევაში, რაც მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არასაჭიროა, იმიტომ რომ არაფრის მომტანი ეს არ არის პუტინისთვის, რაც არ უნდა დირთი რამბე უთხრა პუტინს, მას აქვს თავის ჩამოყალიბებული დოქტრინა და იმას მიყვება და იცის, რომ ის თუ არ გააკეთა, გაგლეჯენ მასავით, რა ხორცის ნაჭერებით თავისივე შემოგარენი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინას და ჩვენ ეს ვისურვოთ. რადგან ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რადგან ტრამპი ამერიკა ახსენეთ, ისევ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა და ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე დავსვათ ერთი კითხვა. იმ თელმა წელმა გაიარა მართლაც ისე, რომ ქართულ ოცნებას არ დაუკარგავს ვაშინგტონთან დაალაგების იმედი, ელოდებოდნენ ზარს პრეზიდენტი ტრამპი იქნებოდა ეს თუ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თუმცა ასეთი ზარი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გვაქვს არ განხორციელებულა. ორი კითხვა მინდა დაგისვათ ერთდროულად. ჯერ ერთი რატომ ვერ უბედავს თქვათ ქართული ოცნება ვაშინგტონს იმდენს, რასაც უბედავს ბრიუსელს? ზოგადად ქართული ოცნება და მათ შორის კონკრეტულად აი თუნდაც შალვა პაპუაშვილი და მეორე მხრივ რატომ არ იმჩნევს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყანას საქართველოს. აი რატომ არის სრული დუმილი საქართველოს საკითხზე იმაზე რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, როდესაც მალე უკვე ერთი წელი ხდება რაც მოკლედ შევეცდები რომ გიპასუხოთ რა შეეხება რეაქციებს ევროპისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან ახლა აქ ამას კი ასხვავებენ და ეს იციან რომ ევროპისგან რეაგირება ყოველთვის უფრო ხანგრძლივია და დაგვიანებულია ხოლმე იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა უნილატერალური პასუხი ანუ ერთი მხრივი პასუხი აქ არის 27 ქვეყნის ზოგჯერ ერთიანობა მაგრამ ევროპა მიდის იქეთკენ სწორედ რომ რაც შეიძლება შეამჭიდროს დროში თავისი პასუხებით და ბევრი რამ უკრაინის ომის შემდეგ და რუსეთის აგრესიის შემდეგ ეს მათთვის ნათელი გახდა. ამიტომ ევროპას უფრო ასე ვთქვათ მეც უბედავენ, მართალი ხართ თქვენ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, განსაკუთრებით ტრამპისგან ძალიან კარგად იციან, რომ ტრამპი თუ
გაბრაზ და შეიძლება პროგნოზირება ძნელი იყოს შემდეგ მისი რეაქციის სიმძიმის. ამიტომ აქ უფრო ფრთხილად არიან და თან ცდილობენ რომ აი თითქოს რაღაცა ტრამპის ზოგიერთ გზავნილს თანხwebdriver კონდეთ ამ გზავნილებთან, ეხლა ეს თუნდაც ევროპის კრიტიკას ეხება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ბოლო ვითარებაშიც, როდესაც ეს დოკუმენტიც გამოქვეყნდა და რაღაცა გაუხარდა და აი ჩვენც იგივეს ვამბობთო, იქ სწორედ ტრამპი ამბობს იმას, რომ და ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ევროპა არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მათ უნდა ძლიერი ევროპა და რაღაც მომენტში ტრამპის აი ამ ხისტმა პოლიტიკამ ევროპაც უფრო გამოაფხიზდა, გამოაღვიძა და უფრო გაააქტიურა. და კიდევ მეორე ნაწილი იყო თქვენ კითხეთ ანუ თვითონ ამერიკა რატომ არაფერს არ ამბობს და რატომ არ იმჩნევს საქართველოს არავის არის იმედი იმისა რომ აი ასე გაგრძელდება ყველაფერი აი ამ ასეთი ვითარება იქნება ევროპასთან დაპირისპირება ევროპასთან დაპირისპირებით ტრამპის გულს და ამერიკის გულს ვერ მოიგებენ იმიტომ რომ აქ ღირებულებითი დაპირისპირებაა და ეს ღირებულებები კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც უკავშირდება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს თავისუფლებებს და ასე შემდეგ მათ შორის არჩევნებს და სხვა მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებს და სხვა ეს თუ არ არის ქვეყანაში მოგვარებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნულოვანი შანსია ურთიერთობის ნორმალიზების. კი ეხლა სადღაც ელს შეიძლება დაპატიჟონ და გავლით ვიღაცამ შემოიაროს და კიდევ ერთხელ გადაცეს კრიტიკული მეშინი, მაგრამ პრიორიტეტი ვერ იქნება. ეხლა სამწუხაროდ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის საქართველოში დღეს, აი ამ ტიპის ხელისუფლება როცა ყავს საქართველოს, როდესაც მან ის მორალური არგუმენტებიც გააქრო, რომელიც ჩვენ ყოველთვის გქონდა ამერიკის შეერთებულ, მათ შორის ეკონომიკური არგუმენტები, მათ შორის აი ამ დერეფნის არგუმენტები, მათ შორის, რა ვიცი, ბევრი სხვაც, თუნდაც რაღაცა კულტურული კავშირების და ქრისტიანული და ასე შემდეგ. დღეს აი ამ პაკეტში, ამ მენიუში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობისა, რომელიც თავდაცვის ბუნებრივია ნატოსი და ევროატლანტიკური სulis, ხო არაფერი აღარ დარჩა. არაფერი აღარ დარჩა. შესაბამისად, ეხლა ისეთი დიდი თემებია, უკრაინის თემა, აგერ რეგიონში უფრო დიდი თემა იყო, ხო, ომის მოგვარების თემა აზერბაიჯანის და სომხეთის, იქ ტაივანის და ჩინეთის საკითხია, გაზა, ბევრი თემაა და შენ წარმოუდგენლად უნდა იაქტიურო, პოზიტიურად უნდა იაქტიურო, რომ აი ამ პრიორიტეტებში ჩაეწერო, მით უმეტეს, როცა ამბობ, რომ რაღაც აი ტრანზაქციული და იმაზე შეთანხმებებზე და სარგებელზე გათვლილი საკითხებია დღეს წინაპლანზე წამოწეული. ამიტომ ეს ჯერჯერობით ასე არ არის და რა ვიცი, ვისურვოთ, რომ მომავალ წელს შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ პირველ რიგში ბუნებრივია ჩვენ აღარ ყავდეს პოლიტიკური პატიმრები. მე ხლა ერთ-ერთ გადაცემას უყურე ოჯახებზე იყო, შვილებზე იყო და რა მძიმე და რა საოცრად ესეთი შემაწუნებელი სტრესები აქვს ბავშვებს, შვილებს, რომლებიც არ იციან მათი მშობლები, რისთვის არიან მათი მამები, რატო არიან საპატიმროებში. ძალიან კარგი იყო ბუნებრივია ზურა ჯაფარიძის განთავისუფლება, მაგრამ ყველა უნდა განთავისუფლდეს და ეს წელი უნდა იყოს მართლა, რა ვიცი, იმ ცვლილების წელი, რომელსაც ამდენი ადამიანი აგერ არეპუება, ითხოვს და ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ასე აღარ გაგრძელდეს ამ ქვეყნის მართვა და იყოს სხვანაირად, სხვა პერსპექტივით და აბსოლუტურად სხვა, ასე ვთქვათ, მუხტით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენს სტუმარი. თქვენ მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ სხვათა შორის. და მედიას ზოგადად მადლობა ეკუთვნის, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ, მე ხშირად ვარ თქვენთან და ალბათ რა ვიცი, ადრეც მithქვამს, რომ ეს ის არის ის ადგილი და ის სივრცე, სადაც ყველა შეუძლია თავისი აზრი გამოხატა. ეს არის დემოკრატიის არსი, ეს არის მედიის არსი. ამისთვის არსებობს მედია და გისურვებთ, რომ უფრო წარმატებული იყოს თქვენთვის ეს მომავალი წელი. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, თქვენი შეფასებისთვის და დაგემშვიდობებით მომავალ წელს უკვე რა თქმა უნდა ისევ შევხვდებით ერთმანეთს გიგი წერეტელს დამემშვიდობებით და მივესალმებით დღეისთვის ბოლო სტუმარს, რომელიც ჩართვით შემოგვიერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და შემოგვიერთდება ახლა უკვე გლობალურ პოლიტიკასა და კონკრეტულად იმ საკითხებზე სასაუბროთ, რასაც ქვია უკრაინის ომი და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი. ჩემი კოლეგა ჟურნალისტი ია მეურმიშვილია ხაზზე, ია გამარჯობა და მადლობა რომ გვითმობთ დროს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩართვისთვის. ია, გუშინ ფლორიდა იყო მსოფლიო
ყურადღების ცენტრში, სადაც ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შედგა. შესაბამისად, აი საინტერესოა, როგორ ფასდება ამერიკის პოლიტიკურ წრეებსა თუ ექსპერტთა საზოგადოებაში ის აუდიენცია, რაც გაიმართა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. ახლა თავად ზელენსკი ამბობს, რომ 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90%-ია უკვე შეთანხმებული და დარჩენილია მხოლოდ 10%, თუმცა როგორც ამბობენ, ეს 10% სამშვიდობო გეგმის ყველაზე, ასე ვთქვათ, რთულ ნაწილს ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხს შეეხება. შესაბამისად, აი გითხარით, როგორ უყურებენ ამ პროცესს შტატებში და რაც მთავარია, რამდენად არის განწყობა, რომ ასე ვთქვათ, ომი დასრულდეს სამართლიანი პირობებით, არა ვთქვათ აგრესორი ქვეყნის, არამედ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ჩართვისთვის. გუშინდელი შეხვედრა იყო დასტური იმისა, ჯერთ გააჩნია რომელ მხარეს შეხედავ შეფასებების მოსანახად. აი გუშინვე უკვე ვრცელდებოდა, ვთქვათ, headline-ებს რომ შეხედავ, იქიდან გამომდინარე შეგეძლო გაგერკვია სტატიის წაკითხვის გარეშეც კი რომელი მედია საშუალება როგორ აფასებდა ამ შეხვედრას. ზოგი ამბობს, რომ ის მიზანი, რაც შეხვედრას ჰქონდა, ჩავარდა და საბოლოო ჯამში არ იქნა არაფერი მიღწეული. ზოგი ამბობს იმას, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკება კიდევ უფრო დაწინაურდა, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე არ იყო დიდი პროგრესი, თუმცა ახლა კიდევ ცოტათი უფრო ახლოს არის მისული უკრაინა მშვიდობასთან. რამდენად და ძალიან ბევრი შრე აქვს, რა თქმა უნდა, იმ გუშინდელ შეხვედრას ყველა განცხადებას, რაც გაკეთდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ მაინც არის ის, რომ ამ შეხვედრით გამოიკვეთა ის, რომ შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპელები არიან ერთ ხაზზე. ეს იყო ძალიან დიდი განსხვავება, იყო ძალიან დიდი ამ შეფასებაში. თავდაპირველად გახსოვთ ალბათ თქვენ თებერვლის ძალიან ცუდი შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის ტრამპმა იმავე საღამოს გააკეთა განცხადება, რომ მას არ დარჩა განცდა იმის, რომ უკრაინას მშვიდობა სურდა. ის შეხედულება, რაც მაშინ მან გააჟღერა და მაშინ მას ჰქონდა, დღეს უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ ტრამპი ზელენსკისთან ერთად საუბრობს იმ 20 პუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც ცალკე მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის გუნდმა და ცალკე სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფის გუნდმა და ტრამპის სიძე ჯერედ კუშნერმა ერთობლივად შეათანხმეს უკრაინასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი ასეთი დაასკვნა თუ ყველაზე დიდი საბოლოო შედეგი ამ გუშინდელი შეხვედრის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის ის, რომ დღეს ამერიკა, უკრაინა და ევროპა ერთ ხაზზე არიან ამ სამშვიდობო გეგმის ელემენტების შესათანხმებლად. ერთი რაც არ ვიცით, რა თქმა უნდა, არის ის, რას იტყვის ამაზე რუსეთი და რა შედეგები მოყვება შემდეგ იმას რუსეთის პასუხს. კეთილია, რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ერთ კითხვას ამ საკითხზეც დაგისვავთ. ახლა უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია, თუმცა ზელენსკი განმარტავს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ 15 წლის ვადით სთავაზობს, მაშინ როცა უკრაინის სურვილია გარანტიები მიიღოს უფრო ხანგრძლივი დროით 30-50 წლით. აი რა განწყობებია ამ კუთხით შტატების ხელისუფლებაში და განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ხომ არ გაქვს ინფორმაცია. რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს უკრაინას, რომ წამოიღოს ვაშინგტონიდან უსაფრთხოების გარანტიების უკეთესი პაკეტი, ვიდრე ვთქვათ დღესდღევის მოლაპარაკების მაგიდასთან? ნაწილი შემფასებლების ამბობს, რომ ზელენსკიმ ამას ხელი უნდა მოაწეროს და შემდეგ დროთა განმავლობაში გააუმჯობესოს ეს შეთანხმება, ან გაახანგრძლივოს ეს შეთანხმება. ნაწილი ამბობს, რომ კი 15 წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს უკრაინამ ნამდვილად თავი და ამიტომ სანამ მოეწერება ხელი, მანამდე იქნება გახანგრძლივდეს ეს. ანუ აქაც სამწუხაროდ ასია, ახლა ძალიან გაყოფილია ხოლმე შეხედულებები ყველაფერზე. ერთი რაც მნიშვნელოვანია აქ არის ის, რომ რაც თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც დაადასტურა, არის ის, რომ ის მზად არის
სენატს გაუგზავნოს შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები იკისრებს ვალდებულებას. რას ნიშნავს ახლა ეს არ არის აღმასრულებელი ბრძანება, რომელსაც ერთი პრეზიდენტი ხელს მოაწერს და მეორე პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ შეიძლება ის შემდეგმა პრეზიდენტმა გააუქმოს. ან გამოვიდეს ამ შეთანხმებიდან. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების სენატი, პარლამენტი ერთვება ასეთ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, მაშინ ქვეყანა იღებს ამას ვალდებულებას და არა რომელიმე ადმინისტრაცია. ამაზე თვითონ ტრამპმაც მიანიშნა გუშინ და თქვა, რომ ის მზად არის რატიფიცირებისთვის ხელშეკრულება მისცეს სენატს და აი აქ მოდის აი შემდეგ ის ნაბიჯი, რომელზეც თქვენ დაშკითხვა, შეიძლება თუ არა ეს გახანგრძლივდეს. მაშინ, როდესაც სენატს გადაეცემა განსახილველად ეს ხელშეკრულება, სენატს შეუძლია, რომ მისი პირობები შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ხელს არ მოაწერს ამას. ესეთი მსგავსი საკითხები სხვათა შორის ჰქონია, როცა სენატი ავალდებულებს ადმინისტრაციას რაღაცა მიმართულებით თანხები გამოყოს ან თანხები დახარჯოს. ანუ აქაც არის მოსალოდნელი ის, რომ შესაძლოა სენატმა თვითონ შეიტანოს ამაში და თქვა 15 წლის ნაცვლად იქ 25 წელი იყოს ან 20 წელი იყოს, უფრო ხანგრძლივი იყოს ეს. კეითილი, აია ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, რითი შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი. აი თქვენც თქვით და ბევრი უსვამს ხას, რომ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის პროცესი მაინდა-მაინც სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს. ხო, შესაბამისად, შანსი იმის, რომ სამშვიდობო პროცესი საბოლოოდ ვერ შედგეს და უშედეგოდ დასრულდეს, რამდენად მაღალი შეიძლება იყოს და ამის ალბათობას რამდენად უშვებენ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღესაც აღნიშნა, რომ პუტინის ქმედებები განსხვავდება მისი სამშვიდობო ლექსიკიდან, რომელსაც ტრამპთან დიალოგში იყენებს და რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინისკენ რაკეტების გაშვებას. აი საინტერესოა პუტინის რუსეთს რამდენად ხედავს ამერიკის შეერთებული შტატებიც ისე, როგორც მას ხედავენ უკრაინაში. განსხვავებულია ხედვა ცხადია, ამას გუშინდელი პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელი განცხადება სხვა რომ არაფერზე სხვა განცხადებები რომ არ მოვიტანოთ მაგალითად, გუშინ მან თქვა რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ პუტინს სურს უკრაინის წარმატება. და რომ ის ძალიან კეთილგანწყობით არის გამომდინარე იქიდან, რომ მზადაა მიაწოდოს ელექტროენერგია უკრაინას და ასე შემდეგ. ელექტროენერგია, რომელსაც თვითონ პუტინი ანგრევს ამ ინფრასტრუქტურას, თქვათ წარმატება როგორ უნდა. ძალიან განსხვავდება ხედვა იმისა, როგორ აღიქვამს ტრამპი პუტინის დამოკიდებულებას და რა თქმა უნდა, როგორ აღიქვამს უკრაინა ცალკე, ევროპა ცალკე და დანარჩენი მსოფლიო ცალკე. თვითონ ტრამპმაც კითხვას რომ დაუბრუნდეთ, თვითონ ტრამპმაც არ გამორიცხა გუშინ ის, რომ შესაძლოა შეთანხმება არ სადაც არ წავიდეს და დარჩეს იქ სადაც არის. ძალიან მკაფიო იყო მისი განცხადება ამას და თქვა რომ უფრო ახლოს ვართ, მაგრამ ნახოთ რა მოხდება და ვფიქრობ ამას იმის გამო ამბობს, რომ უბრალოდ პუტინისგან არ აქვს არანაირი არც მინიშნება, არც გარანტია იმისა, რომ პუტინი მზად არის, ან პუტინს რეალურად სურს ომის დამთავრება. პუტინს ომის დამთავრება სურს, მაგრამ ეს არ არის ომის სამართლიანი დამთავრება, მას სურს რუსეთის შემადგენლობაში ნახოს მაგალითად წარმატებული უკრაინა, ვთქვათ, თუ ასე სურს. ან ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე როცა არის საუბარი, ტრამპმა ასევე თქვა, რომ მას ესმის, რატომ არ თანხმდება პუტინი ცეცხლის შეწყვეტას. მაშინ, როდესაც დასაწყისში ადმინისტრაციის დასაწყისში ისაუბრობდა იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს პირველ რიგში. ალასკაზე როცა წავიდა ტრამპი, როცა უმასპინძლა პუტინს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული მოთხოვნა და მიზანი ამ შეხვედრის იყო ის, რომ პუტინი დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას. ეს არ მოხდა არც ერთ ჯერზე, არც ერთი ვადის მიღების შემდეგ. და სავარაუდოდ უბრალოდ ტრამპი ცდილობს, რომ რაღაცა პერსონალური დიპლომატიით იქნება ეს თუ პუტინის მიმართ კეთილგანწყობის ჩვენებით ის რაღაცაზე დაიყოლიოს, რაზეც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ნიშნები არ არის, რომ პუტინი ამას დათანხმდება. ასე რომ საკმაოდ არც დადებითი რაც ვნახეთ გუშინ არის ის, რომ არის თანხმობა ამერიკა, უკრაინა და ევროპას შორის, მაგრამ არანაირი დადებითი ინდიკაცია არ გვაქვს იმისა, რომ პუტინი ამას დათანხმდება და მიიღებს თუნდაც იმ უსაფრთხოების პირობებს, რომლის მიცემაზეც ტრამპი თანახმა.
მადლობა ია თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის დაგემშვიდობებით. ეს იყო ჟურნალისტი ია მეურმეშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომლის მიზანიც უკრაინაში მიმდინარე ომის როგორმე შეწყვეტა. მაშას დღეს ამით ვასრულებთ და მეტიც წელს ეს იყო 360 გრადუსის ბოლო გადაცემა. მომავალი წლიდან კი ის უკვე მის წამყვანთან ემო ტუხიაშვილთან ერთად დაგებრუნდებათ. მე გემშვიდობებით და რა თქმა უნდა ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ. მოდოვნოთ რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება და არა რეგრესზე, არამედ ქვეყნის პროგრესზე მოგვიწევს ჩვენ სტუმრებთან საუბარი. მომავალ შეხვედრამდე 2021-ში.